საღამოშიდობისა, დღეს ორშაბათია, ღამის 12 საათი, ეთერშია 2000 წლის საფეხბურთო ღამის მეორე გამოშვება. დიმიტრი ობოლასთან და არჩილ აროდადესთან ერთად. წარმოგიდგენთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ზვიად სიჭინავა. დღეს შედგა საქართველოს ფეხბურთის პროფესიული ლიგის ყრილობა, სადაც აირჩიეს ახალი პრეზიდენტი, ეს გახლავთ ბატონი გია ფირცხალავა, რომელიც ასევე არის დღეს ჩვენთან ერთად სტუმრად და ეროვნული ნაკრების თავმჯდომარე თემურ კეცბაია. დიდი მადლობა სამივეს სტუდიაში მობრძანებისათვის. 2000 წელი დაიწყო, რა ვიცი, ამ წელს დიდი მოლოდინით შევხვდით ყველა და რაღაც გარკვეული ცვლილებები არის. პირველ რიგში მინდა დავიწყოთ ალბათ ათში საუბარი დღევანდელი დღით ფეხბურთის პროფესიული ლიგის არჩევნებით და ბატონ გია იყო ერთადერთი კანდიდატი, ასე ვთქვათ, და მან 2011 წლის ივნისამდე ხო თუ არ ვცდები, თქვენ ჩაუდგებით სათავეში საქართველოს ფეხბურთის ჩაუდეკით უკვე სათავეში პროფესიულ ლიგას. ნუ ეს დღეს ინტერვიუებით მოვისმენთ ბატონ ზვიადას თქვა, რომ ყველა დადებითად აფასებს PFL-ის მუშაობას. რისი გაკეთება შეიძლება, რა გეგმები გაქვთ, თქვა შეიძლება ნაადრევი იყოს, ეხლა დღეს რაღაც საათები გავიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც გეგმა გეკრებათ, ნაფიქრი გეკრებათ. უკვე თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ორგანიზაცია ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება გეგმებს, სანამ გეგმებზე ვისაუბრებდით, მანამდე მაინც მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის გარემოება, რაც მართლაც სათქმელია. ამ ბოლო პერიოდში, რაც ქართულ ფეხბურთში თუ რაიმე სასიკეთო მოხდა, ალბათ ერთ-ერთი სათქმელი ნამდვილად არის იყო ლიგასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩემ გეგმებს, პრინციპში მე ეს გადაწყვეტილება სულ რამოდენიმე ხანია მივიღე, დიდი ფიქრი მაინც და მაინც არ დამჭირვებია ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს სფერო მაინც ჩემთვის ნაცნობია ძალიან, იმიტომ რომ 1998 წლიდან 2001 წლამდე მერაბ ჯორდანიას დროს მე ხელმძღვანელობდი საშეჯიბრო კომიტეტს ფეხბურთის ფედერაციაში. და ეს პრაქტიკულად იგივეს ნიშნავს, რაც ეს არის პროფესიული ლიგა, ასე რომ აქ ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის ეს ატმოსფერო. და პლუს კიდე გამომდინარე იქიდან, რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე შეთავსებული, ასე ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ, პრინციპში კურირებ საჯდა კომიტეტს და ეროვნულ ჩემპიონატს. ნუ აქედან გამომდინარე, მაინც ჩავთვალე, რომ ეს ძალიან კარგი იქნებოდა თუ დაუშვათ უხელმძღვანელებდი ლიგასაც, იმიტომ რომ ეს კავშირები, რომელიც არის საჯდა კომიტეტთან, ლიგასთან, უფრო ეფექტური, უფრო მოგცემს იმის საშუალებას, უფრო ეფექტურად ჩავატაროთ ეს გათამაშება ეროვნული ჩემპიონატის. იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც აი ხე ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია, როდესაც კლუბები ძალიან ხშირ შემთხვევაში პრეტენზიები ჰქონდათ იგივე საჯობასთან დაკავშირებით, იგივე რაღაც მატჩების ორგანიზაციასთან დაკავშირებით. ნუ საბოლოო ჯამში ეს მაინც იყრიდა თავს ფეხბურთის ფედერაციაში და ფეხბურთის ფედერაციაში იხილებოდა ეს საკითხები და იწყდებოდა აი ამ შეკითხვებზე პასუხი, ამ პრობლემებზე პასუხები. აქედან გამომდინარე, მაინც ჩავთვალეთ, რომ აჯობებდა, რომ ეს რგოლი, ეს წრე მაინც შეგვენარჩუნებინა და ყოფილიყო. არ გაგვეწყვეტა, იმიტომ რომ მაინც ეხლა ვთვლი და ალბათ თქვენს პროფესიონალურ ჯანდებით და ყველა მიხვდება, რომ რას ვამბობ და რა დევს ამ სიტყვების. გია, თქვათ, აი კადრებზე დაგისვათ შეკითხვას, თქვათ, იგივე გემდივანი ახლა დღეს უძღვებოდა ხო, სპრომას მატაბურჯალიანი, თქვათ, შეინარჩუნებ თუ არა ბირს ცვლილებები გეგმება თუ არა ახლოს პერიოდში და თქვათ, იგივე არ შეიძლება არ ვიკითხო ლევან ყიფიანთან დაკავშირებით, თქვათ, აპირებ თუ არა მას შესთავაზოთ დაბრუნება, ასე ვთქვათ, ფეხბურთში. არა, იმიტომ რომ ხო, ყველას გახსოვს ახლა ეს ძალიან ცოტა ხნის წინ იყო, არ იყო დღე აქ სტუდიაში ერთად ვიყავით ყველანი და ერთი გუნდი იყავით და ასე შემდეგ. არა, რა ვიცი, თუ გრებავთ არა, აქ დასამალი არაფერი არ არის ხა. ჯერჯერობით შეეული რითმით მიდის მუშაობა ლიგაში, ყველა თავის თანამდებობებზე იმყოფებიან. ასე რომ აქ რაღაც საკადროცვლილებები არ იქნება ეს. ნუ ჯერჯერობით გავერკვევით კარგად სიტუაციაში რა როგორ არის, ვინ როგორ შრომობს, ვინ რას აკეთებს პირველ რიგში. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია კადრები. ახლა ყველას კარგად მოიხსენებთ, აქედან გამომდინარე გავერკვევით სულ ახლო მომავალში ჩამოყალიბდებით და შესაბამისად იმოქმედებით.
იყო ლაპარაკი ზოგადად რაღაცა ფორმატის შეცვლაზე, ახალი სუპერლიგის თუ ესე რაღაცა განსხვავებული დასახელების ლიგის შექმნაზე, არის თუ არა ისევ ამაზე ფიქრი და იყო კიდე არაერთ გაზეთში გამოქვეყნებული თვითონ შეცვლა რაოდენობის, ანუ დამატება გუნდების, ახლა მე თუ გნებავთ სახელებზე დაყრდნობით ხო, ნუ აი თქვა თან პირდაპირ იყო მინიშნებული სახელები, ახლა ეგ ცოტა რა თქმა უნდა ყველა კაი სახელი, ანუ ისეთი გამოჩენილი გუნდები როგორც ტორპედო, ქუთაისი, ბათუმის დინამო, იყო ფოთის კოლხეთი და ასევე ლანჩხუთის გურია, ალბათ ახლა მაყურებელსაც და ჩვენთვისაც ძალიან კარგი და ესე ისტორიის მქონე გუნდები არის, მაგრამ ეს მარტო იმ სახელებია დღესდღეობით დარჩენილი პირველ ლიგაში თამაშობენ, რამდენადაც ჩემს ცნობილია გურია ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ტორპედო, ქუთაისი, ბათუმის და ფოთის ასე თუ ისე ინარჩუნებენ ლიდერობას პირველ ლიგაში, რამდენად შესაძლებელია, რომ აი ესე სახელობით ან გადიდდეს, ანუ უმაღლესი ლიგა, შეიცვლება თუ არა თვითონ სისტემა და გახდება რამე სუპერლიგის მაგვარი და დაემატება თუ არა. საერთოდ რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, რომ აპირებთ 4 გუნდის დამატებას. ეს იმიტომ რომ ეს კატეგორიულად ეწერა რა. გასაგებია, ეხა სურვილი ერთია და შესაძლებლობა არა, არის თუ არა სურვილი. ხო და ამას ვიძახი, ეხა სურვილი ერთია, შესაძლებლობა მეორეა, ეხა. თუ ეხა ამას ვინც ამბობს, რა წყაროზე დაყრდნობით ამბობს და რის საფუძველზე იძახის, რომ ეხა ჩვენ შეგვიძლია უცბად ავდგეთ და 6-ში იწყება ჩემპიონატი, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და ავდგეთ და დავამატოთ ეხა ეს 4 არა, ამ წელზე არა, ლაპარაკის შემდეგ მომავალი სეზონი. ჯერ ამ წელზე ვისაუბროთ ეხა, იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ უზარმაზარი სათაურებით იყო გამოქვეყნებული და ყველას ძალიან გვინდა რომ ქუთაისის ტორპედოც იყოს უმაღლეს ლიგაში, კოლხეთიც, ბათუმიც და გურიაც, რასაკვირველია ყველას კარგად ყველას გვინდა ძალიან, მაგრამ ნუ ეხა ესე უცბად ეს არ ხდება და არა, იქ საჩხერე ბრძოლობს პირველ ლიგაში გადმოსასვლელად, იქ კიდე არ ვიცი, არის გუნდები. არა, თავარი ანუ თანხებისკენ მიდის ხო ყველაფერი. თუ იქნება გარანტირებული თანხა სეზონის დასაწყისში, სხვაც არის, სხვაც არის, ახლა სპორტული პრინციპიც არ უნდა დაერგვეს ეხლა პირველ ლიგაში გუნდები რაუშად ბრძოლობენ პირველი მეორე ადგილისთვის, ხო? ისინი იმათაც ხო რაღაც გეგმები აქვს და უნდათ რომ გადმოვიდნენ უმაღლეს ლიგაში, ხო, მაგრამ ნუ ყველაფერი რასაკვირველია გამომდინარეობს იქიდან თუ რისი საშუალება აქვს და რისი შესაძლებლობები აქვს ამ კლუბს. გეხოდოზე. ყველაფერი არის მათემატიკა. თუ კლუბი გინდათ 4-ს დავამატებთ, გინდათ 8-ს, იქნება 18-იანი. ოღონდ ყველა გუნდმა წარმოადგინოს თავისი ბიუჯეტი, დადოს ეს ფული ბანკში, რომელიც ეყოფა ორივე წრეს ხელფასებს. მგზავრობას, ხელფასს, ყველაფერს. და მაშინ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ჯერ ესეთი მდგომარეობა საქართველოში არ არის. ჯერ უმაღლესი მოთამაშე კლუბებს უჭირს სიარული ხელფასების გადახდა, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ არის ძალიან დიდი დავალიანებები, არის სასტუმროებთან დავალებები. არა, ერთი საჩივარი ფედერაციაში შემოსული კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული პრობლემები ფულთან დაკავშირებული, რომელიც არის გადაუხდელი, ეს ინფორმაციაც არის. ახლა არის 1 და 2 აჩი და ესეთი რაღაცა თუ დავამატეთ 4 ან 6 კლუბი, მაშინ იქნება 26. წარე გამოცდილება გვაქვს პრინციპში, ხა თემურთ მინდა მიმართო და მაინც დათამაშები გვაქვს ჩვენ ალბათ 16 გუნდზე მეტი თუ რამდენი იყო მაქსიმალური საქართველოს პირველობაზე ჩემპიონატი თამაშობდა 16 გუნდი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყველაზე კაი ესე იგი დაძაბული ჩემპიონატი მაინც 10 გუნდმა ასეთი გამოცდილება გვაქვს დღემდე რა და თემურ როგორ ფიქრობ შენ აქვს მნიშვნელობა 10-იანი იქნება უნდა ახლა ყველას გვინდა რომ მართლა ქუთაის გუნდი ყავდეს უმაღლეს ლიგაში იგივე ბათუმს ფოთს გურიას ეს ისე ქალაქებია სადაც ყოველთვის ფეხბურთი უმაღლეს დონეზე იყო და ყველას უყვარდა და ყველანაირად ხელს უწყობდა მაგრამ ეს ქუთაისიც ლანჩხუთიც ეს რა ქვია გურიაციც ბათუმი და ფოთი ხო იყო უმაღლეს ლიგაში გავარდნენ უმაღლეს ლიგიდან იმიტომ კი არ გავარდნილან რომ იქ ფეხბურთი არ უყვარდა ყველამ თავიდან ეკონომიურად ვეღარ იმუშავებდა ახლა შეიძლება დაამატო მაგრამ რა აზრი აქვს დაამატებ და ამ გუნდებს იმის საშუალება არ ექნებათ რომ ითამაშონ ჩემპიონატში და ნორმალურ პირობებში იყვნენ რა მოუწიონ რა ქვია მონაწილეობა უმაღლეს ლიგაში
თუ იმად არ ექნებათ იმის საშუალება რომ ფეხბურთელები მოიყვანონ და გააძლიერონ გუნდი ეკონომიურადაც გააძლიერონ თავიანთი საშუალებები მაშინ აზრი არ აქვს რა თორე ისე ყველას გვინდა რა მაგრამ იმის ის არ იყოს ეხლა რა იქ პირველ ლიგაში გუნდები თამაშობენ უნდათ გადმოსვლა ეხლა იბძვრიან მთელი წელიწადი და ეხლა იმათ ხო არ იტყვი რომ სტრარი ამ გუნდებს უნდა დაუთმოთ ეხლა ადგილი უმაღლეს ლიგაში და თქვენ კიდო რაღაც ნუ რა ვიცი მე იმაზეც არის ლაპარაკი აქ რომ ეხლა ხანდახან ისმის ხოლმე ისა რომ აი თვითონ ამ გუნდებს უჭირთ რა ფეხბურთელებთან ხელფასის გადახდა. ხელფასის გადახდა შეიძლება არ უჭირთ, იმიტომ რომ იმ დონემდე არის მისული ეს ხელფასები და გუნდის ბიუჯეტი რომ საერთოდ ნუ რა ვიცი რა ეხლა მე თუ მეტყვით ეგეთი ისა მეორე და მესამე ლიგის გუნდებში აქვს ამდენი ისა რა ქვია სხვა ქვეყნებში ბიუჯეტი ესე რომ ჩვენ გვინდა ამ იმით გუნდი გავაკეთოთ რომ ევროპის დონეზე გავიდეთ და ვიღაცას რომ მეთამაშოთ და მოვუგოთ და კიდევ რაღაცა შედეგს მივაღწიოთ რა მე არ ამგონია ახლა საქართველოში დაელია ამ ქალაქებში ისეთი ბიზნესმენები რომლებსაც არ შეუძლიათ რომ ამ გუნდებს დაეხმარონ და ეკონომიურად რაღაცამ დახმარება გაუწიონ იმიტომ რომ ახლა სხვა ქვეყნებში მიმის არის სპონსორები არიანი გულშემატკივარი დადის და აქედან არის რაღაც შემოსავალი აქ კიდე ამის არაფერი არ არსებობს არის ახლა ხო შეიძლება ჩადოს ფული და შეიძლება გულშემატკივარი დადის მინდორზე და არც სტადიონზე და არც ორწელიწადში ერთხელ გურთენ რო გაყიდო იდები ფულს მერე რა ვთქვა ესეც ყველაზე მარტივი ძალიან ძლიერი თემაა და მარტივი არის მაგრამ რამდენად გაყიდი როგორ გაყიდი და სად გაყიდი ეგ ძალიან რთული თემაა ნუ დღეს ვთქვა მინიმუმი ასე ვთქვა რაღაც 600,000 აბოლოს ხო ბატონო ზია დრო სეზონი გუნდმა იასწებოს ნორმალურად ეს დათვლილი ეხლა რო ვიძახეთ ვიცი რა არის ეხლა ჩვენ გვინდა რომ ჩემპიონატი ძლიერი იყოს და მე იმას ვიძახეთ ვიცი რა არის გაიზრდება ერთი ბიჭი გამოჩდება უნდა გავყიდოთ რომ ფული შევინარჩუნოთ რომ ვათამაშოთ ისა რა ქვია ჩემპიონატში გუნდი რა მე ჩვენ ყველაფერი გვინდა მაგრამ ხო უნდა ვიფიქროთ ისიც რომ ისიც გვინდა ესეც გვინდა ეს არ გამოდის რა თუ გინდა რომ ის კაი ფეხბურთელი აქ დარჩეს და ფეხბურთის დონე აიწიოს ხო? ყველა კაი ფეხბურთელი კი უნდა გაუშვა, კი უნდა გაყიდო, უნდა დატოვო აქ, მაგრამ რო დატოვო ხო? იმ ბიჭებსაც ხომ უნდა გაუგოთ. ეხლა ამას აქ ხებულობს 10 ლარს და აქ იმის საშუალება რომ აიღოს 1000 ლარი რა. ეხლა იმასაც ხომ უნდა გავი 10 ლარად ხო არ გააჩერება. როცა აქ იმის საშუალება რომ ფეხბურთი მთელი ცხოვრება ხო არ ითამაშებ რა. ითამაშებს რაღაც 10-15 წელიწადი მაქსიმუმ რა. ეს ყველა ეს 15 წელიწადი გინდა გამოიყენო იმისათვის რომ შენ და შენი ოჯახი და შენი ისა აცხოვრო და შენ ნორმალურად იცხოვრო რა. ამის საშუალება სამწუხაროდ აქ არ არის იმ დონეზე რომ მართლა აი ფეხბურთი ითამაშა 10 წელიწადი და ამით შენი ცხოვრება მე მოიწყო რა ესე რომ აი აქ გამომდინარე ვიკითხე მე რა ეს თვითონ სისტემის შეცვლა იყო ლაპარაკი აი სუპერლიგაზე მე მაინტერესებს უბრალოდ კომერციული თვალსაზრისით თუ არსებობს რამე ისეთი ახალი გეგმა რაც თქვა ბიზნესმენს ან არ ვიცი თუნდაც ვინმეს ეკნება აი ესეთი საშუალება რომ რაღაცა ცოტა უფრო კომერციული თვალსაზრისით შეხედოს აი ჩემპიონატი იქნება ეს სუპერლიგა იქნება თუ სხვა რამე დაერქმევა იმიტომ რომ იყო ამაზე ლაპარაკი და ეს არსებული სპონსორები ბატონო თქვა რომლებიც არიან ხო პეფელთან ერთად იყო როგორც თვითონ ამბობენ მილიონი რაღაც მილიონი შემოვიტანეთო პეფელთან უფრო არა მეტია საჭირო ალბათ ამას ვამბობ ზუსტ ამ კუთხით ვაპირებთ და უფრო აპარტოებას მუშაობის თქვა გასაკურველი სპონსორებთან დაკავშირებით ეხლა კონკრეტულად არ ვიცი რა სურათია რა მდგომარეობა რა საერთოდ რა ბიუჯეტია საუბარი მაგრამ იდეაში მაინც და აზრი ის არის რომ რაღაცნაირად ყველა მხელი შეუწყოთ ჩვენ კლუბებს განვითარებაში. თუ დაუშვათ ლიგას ეკნება საშუალება იმისა, რომ ფინანსურად თვითონაც მოძლიერდეს და გარკვეული პროექტები კონდეს იმისათვის, რომ კლუბებს დაეხმაროს, გასაკურველი ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება. მოეხსნებათ თუ არა გადასახადი კლუბებს? აცი ძალიან ძნელია ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მოგესალმებათ ერთ-ერთი რა აქვს გადასახადს ვიხდიან ერთ-ერთი შესატანს იხდიან პეფელში. ხო ვიცი, ვიძახი თუ არაფერი არ აქვს და შესატანს რას იხდიან? თუ არ ვწდები 30,000 თუ 40,000 ლარია 40 და პირველ ლიგას 16. უმაღლეს ლიგას 40,000 ლარი კონდა, პირველ ლიგას 15,000 ლარი და იქ ჭაბუკთა ლიგაზეც შესატანები. კი, არა, ნუ ჭაბუკთა ლიგებში ერთ კლუბს ხო, ერთ კლუბს დაუშვათ, რომელსაც უმაღლეს ლიგის გუნდიც ყავდა პირველ ლიგის დაუშვათ გუნდიც და ჭაბუკთა ლიგაშიც
დუბლები ხო. მათ შეღავათები ექნება. არა, საბოლოო ჯამში სადღაც 60,000-მდე ჯდებოდა. ანუ ხო. ხო, ანუ ეს უკვე თანხა გუნდისთვის, ეხლა ჩვენ ჩვენ სიტუაციაში ეს. რა ქვია, აუგრიშოთ, რომ არის ასევე მილიონიანი ისა, რა ქვია, 4 საუკეთესო გუნდს, ანუ 4 პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ადგილს მილიონს აიღებს, ანუ 250,000 თითო გუნდი აიღებს, რამდენადაც ვიცი, საპრიზო ფონდი არის ესეთი რამე თუ ტყუილია ეს. ეგ პროექტად იყო. პროექტად ახორციელდა რამდენად? იყო ესეთი პროექტიო, თითქოს მილიონი იქნებოდა საპრიზო ფონდი იმ 4 პირველ გუნდზე, რომელსაც მოუწევდა ევროპაზე თამაში. ეგეთ პროექტზე მე არ გამიგონია, ვიცი რომ არის პროექტი, რომელიც გვინდა გავაკეთოთ 2010-2011 ჩემპიონატში. 500,000 პირველ 3 გუნდს, პირველი 500,000 პლუს ის გუნდი, რომელიც გავა, ანუ UEFA-ზე 500,000. ესე იგი პირველ 3 გუნდს ერთნაირად თუ პირველ ცოტა 250 და 100. 500 ნაწილდება 3-ზე. და პლუს ამ 3-ს ემატება კიდე 500,000 თუ გადიან აი მაშინ. შემდეგ ეტაპს. ერთ ეტაპს თუ გავლიან. ნუ იქ UEFA-დანაც აიღებენ თანხას. კიდე თქვენც ვიცით და უკვე რაღაცა ის არა. უკვე სერიოზული ის არის. ესე იგი ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ წელიწადნახევრის ბიუჯეტს თუ გავიდნენ, ეხლა თუ ჩვენ დაახლოებით გათვლა გაკეთებული, ამდენადაც ჩვენ ცნობილია, რომ დაახლოებით მილიონი ლარი გვენებს 100,000 ახსენეთ. პირველი ეტაპი თუ უნდა შევიდნენ. არა, გაიარონ პირველი ეტაპი. ანუ ერთი ბარიერი გადალა. ხო, მილიონი ლარი ძალიან კარგად ყოფნის დღეს საქართველოში, რომ კარგად შეინახო. ამდენი თანხა მე მართლა გეუბნები. მართლა თვითონ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი. პრაქტიკულად უზრუნველყოფილი იქნება უკვე ერთი წელი სეზონი. ანუ 4 თამაში უნდა ითამაშოს, პირველი 2 უნდა გავიდეს, მეოთხეში უნდა წააგოს და ფულია. იქაც ყოფილი არის. იქაც ყოფილია. იქ თუ გავიდენ, იქაც იღებს თითო ტურში. უნდა წააგოს. ნორმალურად. არა. ის მოიგოს. მე დავახსენე რომ ჩვენ წავაგოთ, მაგრამ თქვათ რომ წააგოს, მაინც გარანტირებული ექნება. აქამდე ამის ქონდა რა ქვია. ნუ აქამდე ეს ეხებოდა ეს მსახურს. ასევე მინდა კი ვიკითხო, რომელი არხმა შეიძლება გადასცეს საქართველოს ფეხბურთის პირველობის თამაშები, თუ არ ისევ დარჩება პირველ არხს, თუ არის კიდე რაღაცა კონკურსი უნდა გამოცხადეს, რომელი აი დაახლოებით ეს საინტერესო თემაა, იმიტომ რომ საკონკურსოდ არ არის ჯერ საქმე, მაგრამ არა, იყო ამაზე ლაპარაკი და იმიტომ აქ არ არის მარტო საქართველოს პირველობაზე ლაპარაკი, აქ ყველაფერზეა თვითონ ნაკრების თამაშებზეც რამდენადაც ვიცი. აი უკაცრავად ნაკრები გთხოვთ რა, დუურევთ ახლა. ნაკრები სხვა ნაკრები სხვა თემაა, ეს ჩვენი პრივილეგია ეს ანუ ფედერაციის რაც ეხება შიდა ჩემპიონატს ხო ეს PFL-ია მაგრამ ჯერ მე არ ამგონია რომ გია დღეს იყოს მზად იმისთვის რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ამ თემაზე ჩვენი აზრია კიდო არა დღეს პირველი არხია ჩვენი ჯერ ფედერაციის მაგათაც ბატონო გაჩნია რომ შაბათს ერთ კარხზე იყოს კვირას მეორეზე იქ რაც უფრო მეტალზე იქნება თქვა თუ ამის საშუალება იქნება მაგრამ ეს პროდუქტი უნდა გახდეს ღირებული ანუ უნდა კონდეს ფასი ამას ალბათ თავიდან ალბათ სიმბოლური და მე და უკვე მაგიტო ვიძახი მე თქვენი ნათქვამი თვითონ გამომდინარე სიმდენად კომერციულად საინტერესო უნდა იყოს რომ თვითონ ტელევიზიას ქონეს სურვილი რომ აჯობოს მეორე ტელევიზიას და ქონეს ის უფლება რომ იგივე ნაკრების თამაში იქნება თუ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი სიტყვაზე რუსთავმა გააშუქოს ან პირველ ანიმე არა აქვს მნიშვნელობა ზოგადად ვიზახი ინტერესი რო გაჩნდეს მაგისი აი ამ თვალსაზრისით ალბათ იქნება მუშაობა ის უფლებები რაც აქვს ფედერაციას ანუ ჩვენი ეროვნული ნაკრების ხო აი თამაშები საქართველოს ტერიტორიაზე არ ვამბობ რაც აქვს ინფლუენს ამას ჩვენ არავის არ მიცოთ და ყველა თამაშს ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ იმას შემოთავაზებებს ხო შეიძლება იყოს რუსთავი შეიძლება იყოს პირველი არხი ან იმედი ან სხვა მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ ეს ხელშეკრულება რომელიც არსებობს დღესდღეობით ეს უნდა გადაიხედოს იმიტომ რომ იყო შემთხვევები როდესაც დაუშვათ გაწერილი იყო პროგრამაში ხალხი თამაშებოდა და ამ დროს ჩართავდა ყოფილა ეგეთ შემთხვევები სამწუხაროდ არ არის რა თამაში ეს ხელშეკრულება არის შესაძლოა რომ გადაიხედოს ბატონია იურიდიულად ეხლა ეს ხო რომელს ლამდია კაი ხანგრძლივი ხელშეკრულება ხანგრძლივი ხელშეკრულება 25 წლიანი ამგონი კოლხიდასთან დიახ და კოლხი და 25 წლიანი კონტრაქტი იყო ხო 25 წლიანი კონტრაქტი არის
და კოლხი და მე აძევდა პირველ არხს თუ რაი როგორ იყო ეგ? აი ეს ეგ დეტალები ზუსტად არა, იმიტომ რომ მარტო პირველი არხი აჩვენებს. ცენტრალური ეს გამართლებულია რომ ეხლა ფედერაციამ რომ გაკიდოს დავუშვათ 25 წლიანი კონტრაქტი მიყიდოს. არა ფედერაცია, აბა ფედერაცია არ იმაშობოდა იმას თუ რა? ხო შეიძლება ეხლა 25 წელი ცოტა ესეთი არა, ეხლა მე დავუშვათ იცი რა არის ფედერაციის მომედი დავუშვათ ფედერაციის ხელმძღვანელები რო არიან, ხო? ხო, იქ 5 წლიანია, რა გარანტია გაქვს შენ რომ 25 წელიწადი იქნებ სხვა ვინც მოვა იმას სხვანაირი ისა, ხო? ეგრე არ არის მე SMS-ს ეხლა რა ვიცი თუ არის ამის იურიდიული უფლება თუ აქვს აუშვათ ერთ ფეხბურთის ფედერაციას მომუშავე ხალხს დაუშვათ ეხლა ვინც არიან დღეს რომ 50 წლიანი ის რო გააფორმოს არა მან რამდენადაც ჩემ ცნობილი რაღაცა განსაკუთრებული მართლა ძალიან ბევრია 25 მაგრამ მნიშვნელოვანი თანხები უნდა დახარჯული იყო და აქედან გამომდინარე გზელვადიანი გაკეთა რა მე მინდა ახსნა რომ ეს არის ჩემპიონატის მედია უფლებებზე ტრანსლირების გადაღების უფლებებზეა საუბარი თქვა და არა რომ ელახსა იქნება ამ შემთხვევაში ხო მე ესე კოლხი და მედია კომპანიაა რომელმაც შეისყიდა ეს უფლებები 25 პფლ-თან ჰქონდა ურთიერთობა მე როგორც ვიცი და 25 წლიანი ვადით გაფორდა გაფონდა ხელშეკრულება ოღონდ ეს იყო ხარისხიანი პროდუქციის დამზადება და შემდეგ უკვე რომელახსე გავადა როგორ ეს უკვე ცალკე შეთი კომერციული თემა უნდა ყოფილიყო მე ესე იყო ხო მაგრამ არის ხელშეკრულება იმისთვის დგება რომ ორი მხარეა თუნდაც სამი მხარე იყოს ხო ყველას თავის ვალდებულებები აქვს ეხლა ვალდებულებას როცა ვერ შეასრულებ რასაკვირველია შეიძლება მეორე მხარეს და მესამე მხარეს პრეტენზია გამოგითქვა რომ რატო არ არის ეს როცა გაწერილია რომ ესე უნდა იყოს საჭირო თავიდან ძალიან კარგად დაიწყო ხარისხიანი ვაკამერითი გამეორებების და ნუ მე სამწუხაროდ ცოტა აირია კი ძალიან აირია და ამანაც ესეც მოქმედებს ალბათ რა ეხლა როცა ხარისხიანად აჩვენებ ამ პროდუქციას თქვა ხო იგივე ჩვენც ეხლა რომ დავიწყეთ აი ეს აცხრენი ხაზვა და ეს ეხლა როცა ერთი კამერით არის გადაღებული და ატელესურათი არ იქნება იმას ვერ აღწევ რისი გაკეთებას გინდოდა საბოლოო ჯამში ძალიან ძნელია თამაშის ყურება დღეს მით უმეტეს დღეს თანამედროვე ფეხბურთს როცა უყურებ რამდენი კამერა მუშაობს ეს სტადიონზე თქვენ თვითონაც კარგად იცით საჯი დაამატეს 5 და კიდე კამერა დაამატეს საჯი და საჭირო როცა იყო და დასაწყისში და ნორმალური რაკურსი ჩვენება და ის აბსოლუტურად სხვა ვიზუალური სურათი იქნებოდა ეკრანზე ვიდრე არის თქვა ეხლა რა ის თავის გამეორება აქეთ ორივე რაკურსი ძალიან ელემენტარული რაღაცა ზესტაფონი აპირებს და მე ვიცი რომ ფეხბურთელებს ინდივიდუალური სენ დაურიგეს უკვე ვარჯიშის დროს იქ უწევს რაღაც მონაცემებს ყველას აქვს სტადიონზე რვა კამერა დადგება სადაც ბატონი გია იყო ჩვენთან და თქვა რომ ყველა გუნდს აბსოლუტურად მიეცემა თავისი მონაცემები ყოველგვარი ის გარეშე კონკურენტი იქნება არ იქნება მაინც ძალიან კარგი მიდგომა ხარ რვა კამერა რო ედგება ციფრული გამოსახულებით იქნება გადაღებული გამეორებები ეცოდინება აი ეს რამდენი კილომეტრი ირბინე რამდენს თაფონში სტადიონზე კაი კარგად კეთდება და ზუგდიდის ახლა აქვს ხომ როგორც მე ვიცი გიორგი დევდარიანის ნაკრებს ეს პირობები დღეს უკვე ჟორჟიკაშვილის ნაკრებს ეხა იქ არის ხო შეიცვალა კი ბატონო შეიცვალა და რუსთავიც აპირებს არა ჩვენ თუ ვინმე სჭირდება კიდე ორი კომპლექტი გვაქვს მე როგორ არავიდან მოგმართა დავიჭირო შემოთავაზე 35 სკოლას მაგრამ ჯერ არ წავუღიეთ ჯერ ზვორებზე არ წავსვა ეს თვალით ატყობს რამდენს გარბია ჯერ ზვორებზე არა ჩვენ შევიძინეთ ნამდვილად ახლა ეს დევდარიანი ძალიან ყოფილია იმიტომ რომ ყველა მონაცემები ეს იქნება შეტანილი ну იმაში კომპიუტერში და იქნება მთელი წლები უნდა ვიცოდეთ ყველა ბავშვის მონაცემები როგორი იყო ახლა ხო იცით ნაკრებები როგორც არის და დავიწყდით წლიდან წლამდე რა ის არის მნიშვნელოვანია თქო ძალიან კაი არის და ახლა ჩვენ სამი კომპლექტი გვაქვს იმედია რომ სამეს გამოვიყენებთ ბატონზეა არ შეიძლება შეკითხვა არ დავსვათ სტადიონებთან დაკავშირებით ხო საუბრობთ ჩვენ სანამ ეთერში შემოვიდეთ ორი წუთი ქონდათ რომ იგივე ხეთი სტადიონი ხო სტადიონები რომლებიც უნდა გაკეთდეს ხო კლუბების კუთვნილება არის აქ რა მდგომარეობაა თქვა და ლიცენზირებაში ხო არ შეგვიშლის ხელ საბოლოო ჯამში თქვა თუ არის პრობლემები აქ ანუ დღეს არის ერთი პრობლემა რომ ჩვენ ყველამ ვიცით და ყველა ველოდებით მაგას რომ პასკალი უნდა ჩამოვიდეს 10 თებერვალს 10-11-12 აი 3 დღეა აქ სამუშაო პერიოდი და გთხოვა რომ მივაწოდოთ გრაფიკი, ანუ რას ვაპირებთ. გემდივანმა მიწერა ჩვენი გრაფიკი, რომ გვინდა წაყვანა თელავში, ანუ რუსთავში, ბოლნიში, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზესტაფონი. რამდენადაც ვიცი, ვერტფრენით ხო, ვერტფრენით მოვილაპარაკეთ ყველაფერი, დავგეგმეთ, გაუგზავნეთ წერილი და გუშინ მოვიდა პასუხი. ბატონმა
მოგწერა ეგეთი რაღაცა. ყველაფერი გასაგებია. თქვენი სურვილი, მაგრამ გვინდა ნახოთ რუსთავის სტადიონი, ცხეთა, ვიჯორჯია, დიღომი, ბასა და საგურამო ბაზა. ანუ პრინციპში აინტერესებს პასკალს დღეს ის სანამ რაღაცა ექსტრა მოძებნოს იმისთვის რომ დაეხმაროს საქართველოს ექსტრათი აქამდე მოცემული ფული როგორ იყო დახარჯული რა არის გაკეთებული რამდენია ათვისებული და თუ არ არის რატომ არა ბასა რუსთავის საგურამო ისე ვიცით რუსთავი მე გეტყვით რომ რუსთავი დამთავრებულია მაგრამ აი უყურეთ როგორ არის ბატონო ეს დამთავრებული როგორ არის დამთავრებული მაშინ არის როცა ჩამოვიყვანთ UEFA-ს წარმომადგენელს ჩაიბარებს და მიანიჭებს ორ ვარსკვლავს აი მაშინ არის ეს ჩავარებული გაკეთებული არის ჩავარებული არ არის ცხეთას რაც შეეხება ძალიან ცუდი მდგომარეობა იმიტომ რომ ვერ მოასწრეს მაშინ რაღაც აი სადრენაჟო სისტემაც ეს პროცესში იყო და ნუ იქ თქვა შეგვიძლია ვთქვათ რომ აი არის გაკეთებული აი პირველი ნაბიჯი რაც ეხება ბასას ნუ ბასაზე გამზადებულია ყველაფერი დარჩა ბოლო ფენა ის მოსატანი სპეციალური არა ბალახი მოტანი ბალახი ყველგან არის ცხეთაშიც ჩამოტანილია ბალახი სადრენაჟო სისტემაზეა საუბარი ხო ხო სადრენაჟო სისტემა მაგრამ ახლა ბოლო ის ფრაქცია უნდა იმ შებენის ბოლო ფრაქცია დარჩა იმაში ბასაზე და ცხეთაში ჯერ არა და არ ვიცი ის ამას რა რეზონანსი მოყვება და ის ჩვენი მოლაპარაკება ბატონ დროის ფაქტორი ეს ყველაფერი უნდა ჩავარებული იყო 16 ოქტომბერს 2009 წელს და ნაკრები სად შეიკრიბება ხა 3 მარტის თამაშით 3 მარტისთვის ბასაზე პირველი ეროვნული ნაკრები და ივარჯიშებს მოედანი მიდის მიმდინარეობს ანუ იქნება მაგ დროს რომ მოედანი იქნება ნახე შენ კაია მინდორი აკეთებენ კაცო არა ხო მაინტერესებს ახლა მე იმიტომ კი არ ვიცი შენი ინფორმაცია იქნება 25 თებერვალს 25-26 თებერვალს იქნება მზად როგორც გვითხრეს და როგორც ახლა ხალხი მუშაობს და ვენდობით ნათქვამს და ეგი 25 თებერვალს მიღება ჩაბარების აქტი უნდა გააფორმოს თემურმა რამდენად კარგად იქნება სტადიონი არა ნუ გაკეთეს კაცო სტადიონი ხო არა რომ მოგესწროს სადაც იგიტაკიდე ნუ ეხლა თვითონ ბაზაზე სარემონტო სამუშაოები მიდის სხვა ქალაქებში ვარსკვლავს ეძებენ და ქემოეს რაღაცა გაკეთება იმიტომ რომ როგორც თქვენ ცხეთაში შენ ვარსკვლავი ვერ მონახეს ხო პირველი ვარსკვლავი ნუ იქაც კეთება იმედია რომ გავაკეთებთ ახლა პროსტო რა პასუხს მივცემთ ბატონო ეს კლუბის ვალდებულება სტადიონის გაკეთება ნაწილობრივ კლუბსაცაა რაღაც ვალდებულება ახლა მეგეთქვით ესე რომ აი რუსთავი რა სადაც გაკეთდა ხო აი UEFA-მ მოიტანა ეს კაუჩუკი და ყველაფერი ეს იყო. ხო დიახ. ანუ ხელოვნური ბალახი და ყველაფერი და დაანჩენი ყველაფერი. დაანჩენი გააკეთა რუსთავის იმამ ქარხანამ. ანუ კლუბის ხელმძღვანელობა. კლუბმა რა, კლუბმა. ასევეა მცხეთის მაგალითზე ალბათ, ხო? ვიჯორჯიას როგორც მე ვიცი და მე მგონია რომ ეს არის ხელშეკრულებით, მაგრამ მითხრეს რომ არა აუღიათ ვიღაცას უნდა გაეკეთებია, მაგრამ ვარკვევთ რა, უნდა გავარკვიოთ. ვიღაცას უნდა გაეკეთებია. ძალიან გაითო ვიღაცა. ხო, ნუ გასაგებია. იქ რაღაც სიტყვიერი შეთანხმება იყო, როგორ ჩანს. კი, შეთანხმება რაღაცა, ხო იცით, საქართველოში ყველაფერი შეთანხმებით არის. გასაგებია, სიტყვიერით, ხო. ხა დრო იყო. ასოფერი. კი, რა თქმა უნდა. დრო იყო ეს. კახეთში, ბატონზეა, კახეთში ვიყავით ხო ჩასულები თქვენ და ოზაროზაზე ჩაიტანეთ უამრავი რაღაცა, რა მდგომარეობაა იქეთ ეხა დაიზრეს რეგიონებში ძალიან გამოაცოცხლეთ რა ეხა ჩვენი განმეორებით ჯგუფი სადაც არ უნდა წავიდეს რა ვიცი სულ ყველგან არა რო ეხა ქუთაისში ვიყავით გადაღებას სიუჟეტს და მოგვიერებით ახავთ იქაც თქვენ მზადდებოდით უკვე გაკურებულებიც არიან ჩვენი ჟურნალისტები რეგიონებში ძალიან გამოაცოცხლა ეს ყველაფერი ამ მოკლე დროში თქვენ არა ნუ ესე ეხა არ ვიცოდი ჩვენ უნდა გადაგიყოთ გაკურებულები არიან რომ საქმე კეთდება გახარებულები არიან არა ყველგან სულ ხო ვასწრებ ძალიან ჩქარა დავდივარ ასე რომ ხო და კახეთს რეგიონში ხო არა რაც ეხება კახეთს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა რომ ამამ ესეთი რაღაც რეზონანსი მოიტანა ხო ის რომ
ეს ფიშკები და რაღაცა, მაგრამ ეს არის ნორმა. აი ჩემთვის პირადად ხო იცი რაც სახელმწიფომ დაგვეხმარა და ესენი რაღაცები რომ ახლა დაურიგეთ ბავშვებს მივეცით აი ნახეთ აი ბავშვები აი არიციან ხო რაღაცა ხმარება არიციან ხო არიციან როგორი ხმარობენ აი ეს არის ესეთი ძალიან დიდი პრობლემა ეს არის თელავის სტადიონი ხო ეს არის თელავის სტადიონი აუც აქაც ბევრი ყოფილა გასაკეთებელი კი გასაკეთებელი ყველგან არის მაგრამ კაი სტადიონია სხვათა შორის და მაგარი სტადიონია კი ნათამაშები გაქვს თელავში მეგონი არ მითამაა მაგრამ ახლა ხო იცით ახლა ჩვენ სადღაც 2 დღეში ახალციხეში მივდივართ ზუსტად ეგეთი აქციით მე იქიდან გორში მე თბილისში ანუ 10 სკოლა დაგეგმილი პირველი ეტაპი და ეს არის სავარჯიშო ბურთები ძალიან კაი მე მინდა აღნიშნო რომ მე თვითონ ნახე რომ მართლა კაი ხარისხის ბურთებია და სადღაც თებერვლის პირველ რიცხვებში ჩამოდის უკვე სათამაშო ბურთებიც ანუ ბევრი რაღაცა უნდა დარიგოს ხო კაი გასადმის გაკეთება თანაც დიდი ტერიტორია რო გაკეთება ძალიან კაი ძალიან კარგი არის და ძალიან კარგი სტადიონი მაგარია ეს არის მე ძალიან მომეწონა აი კახეთში რაც მე ვნახე ახლა თვითონ ტერიტორია სტადიონის უნიკალურია ადგილმდებარეობა საოცრია ბალახის ნუ აქედან ახლა რა თქმა უნდა ჩანს რომ არ არის კარგი მაგრამ რამდენად ცუდია არ არის ცუდი აჩი ამას ყველაფერს უნდა მოვლა ხო რა თქმა უნდა ახლა ხო ჩვენ რო უყურებდა რო გვიკვირს რომ ინგლისში რა კაი ბალახია ჰოლანდიაში რა კაი ბალახია მაგას უნდა მოვლა თან იმ კლიმატებში იმ კლიმატ პირობებში რა თქვა ჩვენ გვაქვს ყველას უკვირს რომ 8 თვე 9 თვე რომ მზე ანათებს ისე კარგია მარტო იცით რა ეხლა კარგია რომ ქუთაისში თუ იქნება ბათუმში თუ იქნება იქნება თელავში თუ იქნება სტადიონი შეიძლება იქ ითამაშონ იგი შეიძლება პირველ ნაკრებმა ითამაშონ ამხანაგური იქნება თუ ოფიციალური იქნება თუ რაღაცა ნუ ივლის რა ეს ნაკრები მარტო თბილისში არ იქნება ეს სხვა ქალაქებში ჩავა და იქაც მე მართლა ჩვენ ბათუმში ვითამაშები ძალიან კაი გურჯაანში ნათამაშები ძალიან კაი თამაში ვითამაშები ბათუმში ეს პრაქტიკა ხო პატარა ქალაქებში გადააქვს ირლანდიაზე პოპულარიზაციის კარგი რეკლამაზე გავიდეთ და 2 წუთში დავბრუნდებით კლუბ ეთერში მაშასე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში განსხვავებული საუბარი ქონდა რეკლამის დროსაც ეხლა სანაკრებო თემაზე მინდა გადავიდე ბოლო პერიოდში ისევ და ისევ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციით სანქტ-პეტერბურგის ზენიტი ნადირობს თქვა იგივე ახალგაზრდა ფეხბურთელებზე იყო მოყვანილი პარალელები რომ ეს ჯანვარანიძის თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ თურმე ჭანტურიათი დაინტერესდნენ ლევანყენიათი ჩვენ შეგნებულად დაუკავშირდით დღეს ლევანყენიას და ასევე გიორგი ჭანტურიას შესაბამისად გერმანიასა და ბარსელონაში და ჩვენ შეგვიძლია ხა მათ სატელეფონო საუბარი მოვისმინოთ ჩვენ თვითონ გააკეთებენ კომენტარს მათ გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ჩვენ სტუმრებთან ერთადაც ვისაუბრებთ რაც შეეხება ლევანყენიას მან ვარჯიში დაიწყო დღეს გასახლეში იყო რომ დაურეკეთ რა ძალიან სასიამოვნოა თემურსაც იცის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და შეეხება ჭანტურიას ვიცი ხა ბარსელონაში მოხდა ოცნება ახლა ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის ალბათ და თვითონ ეს საუბარი ამაზე წინა გადაცემაშიც ჰქონდა საუბარი თქვა რუსეთის კლუბებიდან არის დიდი დაინტერესება ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მიმართ ნახოთ ახლა მოვისმინოთ ჩვენ სატელეფონოს ჩანაწერი დაუბრუნდეთ ჩანაწერი ქართული კლუბის ხელმძღვანელმა მისკესა თუ მე ეგრე ყოფილი პირადად მე არავინ არ დამკავშირებია და ასე არ ვიცი როგორ სიმართლე რომ იცით რა ხდება და როგორ ხდება საერთოდ საერთოდ მე ხა ასეთ ასოციაციები ეფაქციონირებ და რა ვიცი ბარსელონაში მე კარგად ყველაფერი კარგად დაესახა და რა ვიცი მე არც ოდნავ წავფიქრეთ იმაზე რომ მე ზენჩი დავიდი მე ცოტა მიკავშირენ მე არ დავაპარაკები საერთოდ მაგას არაფერზე მე მეცემ ნომერს ჩემი ქართული გუნდის პრეზიდენტი და ისინი მოაგვარებენ და ისინი გავაწყვეტავენ უბრის დონეზე ვიცი მეტი კონკრეტული არაფერი არ ყოფილა რა მეც ისე დამირეკეს და უბრალოდ მითხრეს რამე რო იყოს აქეთ იქით რაღაცა და მეტი არაფერი ისეთი არაფერი არ ყოფილა რა როგორც ასეთი კონკრეტული როგორც ახლა გუნდს შალკესთვის ეთქვა რომ აი ჩვენ ამ ფეხბურთელის ყიდვა გვინდა რაღაცა ეგეთი ჯერ არაფერი არ ყოფილა რეალურია ეს რომ შენ დავუშვათ ზენიტში გადახვიდე ნუ ახლა ჯერ არ ვიცი გააჩნია რაც შემომთავაზები და როგორ იქნება გამორიცხული არაფერი არ არის ეს პირდაპირ ვიტყვი რომ არც არ გადავალ ჯერჯერობით არ ვიცი რა ვნახოთ კურნალობის პროცესი როგორ მიდის კურნალობის პროცესი კარგად მიდის უკვე დავდივარ ჩვეულებრივად ჯერ სირბილი არ დამიწყია მაგრამ ნელ-ნელა
ტრენაჟორებზე და იმაზე დავიწყე ვარჯიში და იმედი მაქვს რომ სადღაც თვენახევარში უკვე მოედანს გამოვა. აი მოსვეთ ჩვენ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის მოსაზრება, ლევონის სიტყვაში რაღაც ცოტა მენიშნავ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჯერ არ ვიცი სად წავალ რაღაც ცოტა ისეთი მომენტია, როგორ ჩანს რაღაცა ხდება ხო მაინც ყენიასთან დაკავშირებითაც. ბატონო, თქვენ ხართ საქმის კურსში დეტალურად ხო ჭანტურიასთან დაკავშირებით, თქვა რა მდგომარეობა იყო საერთოდ თუ არა შემოთავაზება და საერთოდ თქვენი პოზიცია მაინტერესებს აი ამ შემთხვევაში, როგორც ნაკრებისთვის, როგორც როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, თქვა აი ესეთ სიტუაცია შალკე და ბარსელონა და თქვა აქედან დიდ ფულზე არის საუბარი როგორც წესი, ხო? არაფერს არ გამოურიცხავ ეს ფრაზა ისმოდა ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტყვაში. არა, ჭანტურიამ არსად ასოს არ ვაპირებდა საერთოდ. არა, ჭანტურიაზე არ ვარ, ამ შემთხვევაში რა სიტყვი თემო რა. ეხლა უკაცრავად. თქვით ამოწევს. ხო, ეხლა მე რა უნდა ვთქვა, ეხლა თვითონ მაგის გადაწყვეტია, ჩემი გადაწყვეტა კი არ არის, ეხლა თვითონ სადაც ითამაშებს, ეგ თვითონ უნდა გადაწყვეტოს, მაგრამ მე როგორც გავიგე, ეს ეხლა და მიცი ეგ ბევრი რაღაცა ხდება ეხლა ისე რომ აი დალაპარაკებები და შეიძლება ამას უთხრეს, ნუ შე რა აზრის ხარ და მე შეიძლება წავიდეს იქ რაღაცა ის ჩააწვეთოს კიდო იმათ ეხლა ზენიტში თუ აინტერესებდა თუ გამოვიდა კაი თუ არა და ნუ ეს ლაპარაკად დარჩა რა ეხლა მე ესე გავიგე ეხლა არავით არის სერიოზული რამდენად კარგია ცუდი აქ არ არის ფინანსური ხარჯზე ლაპარაკი თვითონ მაგათი გადასაწყვეტია ეხლა მაგრამ ეხლა ის ბარსელონაში ეხლა იმიტომ არ წასულა რომ უნდა წავიდეს და იმაში რა ქვია რუსეთის ჩემპიონატი ითამაშა აბა წავიდა იქ რომ აბა კაი დონეზე ითამაშა გერმანიას და რუსეთის რა შეეხება ეხლა მე იმას არ ვიტყოდი რომ რუსეთის ჩემპიონატი არ არის კაი დონე ნუ კაი დონეა მაგრამ ზენიტის კაი გუნდია მაგრამ ეხლა ბარსელონასთან ეხლა შედარება არ არის ეხლა თუ ზეთანაც მეწის ბავშვი ეგ არ არის ეხლა რო თქვა რომ იცი რა არის 22-23 წლის რომ უკვე ხედავს რომ შანსი არ აქვს ითამაშოს და შეიძლება სხვაგან გადავიდეს და შალკე ზენიტის ცოტა ისა ერთი და იგივე ჰოლდინგის გუნდებია ხო ასე ვთქვა ფლობელი ერთი და იგივე ყავს და აქედან გამომდინარე ვთქვა ეგ როტაცია იჯარის წესით რაღაც რომ მოახერხონ იქ არ არის გამორიცხული რა ეს არის პირველ გუნდში ჭანტურიას თამაში თუმცა შემადგენლობა არ იყო პირველი გუნდის მაგრამ ბოიან კრკიჩი რა ზოგიერთები პირველი გუნდიდან თამაშობდა არა ნუ ბატონზია ის მე რა უნდა გითხრა მე რაც გავიგე ჭანტურიამ კიდო თქვა ნორმალურად რომ თუ დამერეკესო მე ტელეფონს გადავცემო ჩემ პრეზიდენტს და მებადრონეს ჭანტურიას შემოთავაზება რო იყო ყველამ ალბათ წაიგითხეთ რუსული საიტები სადაც ეწერა რომ ძალამიძე პასუხი ანანიძეს და იყო ჩამოსული კაცი რომელიც ჩემთან იყო რომელსაც წაიყვანა ძალამიძე და ელაპარაკა ჭანტურიას პრეზიდენტს და კლუბის მეპატრონეს და რა ვიცი ახლა რა მოილაპარაკეს მე არ ვიცი იმიტომ მე ესენი შევახვედრე და მე არ დავესწარი ამ პროცესს იმიტომ რომ ეს არის კლუბის და მენეჯერის ამბავი ახლა ფედერაცია გარაფილშვაში არ არის და წავიდეს თუ არ წავიდეს ფეხბურთელი ეს უკვე ხო იცით ყველა ფეხბურთელი უნდა გაიზარდოს და უნდა წავიდეს ახლა არ ველაძებს ითამაშეს ქართულ ფეხბურთში მაგრამ თურქეთის ღმერთები ესენი არიან იმიტომ რომ იმდენი იგი ითამაშეს ახლა ბარსელონაში გაიზარდოს ზენიტში წავიდეს თუ რა ნუ ახლა ბარსელონა 3 წელია რომ ბარსელონაა თორემ მანამდე რეალი იყო გაიზარდა კი ახლა ნუ ახლა თუ მესმის ახლა რომ ხედავ შენ რომ ატყობ თვითონ რომ იცი რა არის აი შანსი არ აქვს იმისა რომ ამ დონეს გუნდში ძირითადში ითამაშო და ნუ გახდე პირველი გუნდის ისა რა ქვია წევრი მაშინ შეიძლება ამაზე იფიქრო მაგრამ ჯერ მაგისთვის ადრეა ჯერ მეძის არა თვითონ კენიას მაგალითზეც ახლა კაცი შეიძლება ითქვას მაგათი სანამ ტრამა ქონას უთამაშობდა კი რა თქმა უნდა და პრინციპში ხა დობა აქ წრეს მისი რომ ითამაშოს ბუნდესლიგაში და გერმანიაში ხა შალკეც არ არის ხელწამოსაკრავი არა ჩემპიონობისთვის ბრძოლობს ახლა შემოსაკრავი ხო აჩი როგორც შენიც ხო კლუბი ხო შენს გითამაშე და ერთ კლუბში ხარ გითამაშე რამდენი კლუბი გამოიცვალე მაგრამ შენ მაგაში იმიტომ დადიოდი რომ რაღაცას ღებულობდი და რაღაცას ეს ეგრეა ახლა ნუ ვერამე დამემტკიცებს რომ რუსეთის ჩემპიონატი არის ვთქვათ ვიღაცის ჩემპიონატზე ნაკლები კი ახლა არ არის იმდენი კლუბი და რა არის გერმანიაში რა ყველა გუნდი არის როგორც შალკე და როგორც არის ბავარია არა ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ აგერ თემურმაც აღნიშნა რომ ზენიტი აგერ 2 წლის წინ გახდა UEFA-ს თასის ფლობელი და არის დღეს ევროპაში ალბათ ერთ-ერთი ჩვენ ამაზე ყველაზე ზოგადად თვითონ მაგადი გადასაწყვეტია თვითონ გადაწყვეტა ჩვენ რა გვინდა ეგ სხვა ხო რა გვინდა როგორც ახლა მე
რო ვთქვა სიმართლე, ხო? აი ჯერ არ არის ის პირობები საქართველოში. ჩემპიონატი არ არის იმ დონეზე. ხო, ეგ რო იყოს რაღაცა აი წინსვლა. ისიც რო არის 10 კლუბი რო არის, ყველა ფეხბურთელიც ვერ ხვდება, თქვათ იმაში. უმაღლეს ლიგაში. დაიძულებულია ის ბავშვი ითამაშოს პირველ ლიგაში ან მეორე ლიგაში. კარგია თუ პატარა ასაკის არის და თამაშობს ჭაბუკთა ლიგაში, მაგრამ თუ გაიზარდა, რამდენია ახლა 10-იანები, 99-იანები არა აქვს, კლუბი არ აყავთ უმაღლეს ლიგაში და ეძებს ის ბავშვი და წავა სადაც გინდა აზერბაიჯანში, გინდა სასომხეთში, გინდა უკრაინაში, გინდა რუსეთში, გინდა გერმანიაში. ფეხბურთელს უნდა თამაში. ხადია, ხო, მაგრამ ახლა აქ თუ პირველ ლიგაში გუნდში ვერ ხვდება, ვერ ხვდება როგორ ახლა ძალიან კარგად იცით რომ ახლა ჭანტურია არის გამონაკლისი ხო როგორც ანანიძე როგორც ყენია ყველა ხო არ იქნება ახლა ეგეთი ხო ანუ არის ისეთი ძლიერი ფეხბურთელი არის საშუალო ფეხბურთელსაც უნდა მიეწეს თავის საშუალება ახლა ვიყავით წასული თქვენ შეხვდით ხო იქ ქართული ფეხბურთელები ნახეთ თურქეთში მოიარეთ ასე ვთქვათ სამუშაო ვიზიტი ქონდათ და ნახეთ ფეხბურთელებს შეხვდით ესაუბრეთ ხო მსვლებსაც რა ვიცი ჯერ ადრე ალბათ შემადგენლობაზე ლაპარაკი ვთქვათ თუ ის გამოვიძახებთ და თბილისში როგორი ვითამაშებთ სამში ხო მაგრამ ვთქვათ აი ახალგაზრდა თაობას თუ მისცემთ ახლა პირველივე თამაშს თქვენი მიზანს შანს მაინც საინტერესო იქნება ჯერჯერობით და ახალგაზრდა თაობას თვითონ თამაში აქვს შესარჩევი თამაში, იმიტომ რომ ესე ვერ გამოვიყენეთ, მე მირჩევნია რომ მაგათმა შესარჩევი თამაშები ითამაშონ, ვიდრე ამხანაგური თამაში. ამიტომ ჩვენ ვილაპარაკეთ მაგაზეც, გადავხედავთ ამ სიტუაციას, არის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც პირველ ნაკრებში თამაშობენ და გადავხედავთ, ვის უფრო ჭირდება. ეს ფეხბურთელები მე მგონი ჯერჯერობით ეხლა კი ჩემთვის შეიძლება პირველი თამაში და მე მინდა რომ ყველა საუკეთესო ფეხბურთელი ჩემთან იყოს მაგრამ აქ ის უნდა გავითვალისწინოთ რომ მაგათ შესარჩევი თამაში აქვს და 21 წლამდე ჭირდება და ეს ფეხბურთელები და მე დიდი სიამოვნებით 21 წლამდე და ის 18 წლიანები ხო ანუ ანანიძე ყენია შემთხვევაში იმათ ეხლა ამხანაგურ თამაში არ გამოვიყენებ და არ დაუშლი მაგათ იმაში თამაშს აქ ოფიციალურ თამაში ნუ კი მე ძალიან კმაყოფილი ვარ სიმართლე გითხრათ მართლა კმაყოფილი ახლა იმით კი არა რომ იქ მე ისეთი რაღაცა ვნახე ახლა მაინც ახლა მთელი გუნდები ახლა იწყებენ მოსაზრდელ პერიოდს და ჯერ სრულყოფაში არავინ არ არის მაგრამ თვითონ ამ ბიჭებთან ურთიერთობაში და თვითონ ამ ბიჭებთან ლაპარაკში შევატყვე რომ ყველანი მონდომებულები და იმას ელოდებიან რომ აი ოღონდ გამოგიძახე და ჩვენ ყველანაირად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ აი ძიმე სიტუაციიდან გამოვიდეს საქართველოს ნაკრები, იმიტომ რომ მართლა ბევრი არის გასაკეთებელი და მე იმედი მაქვს რომ ეს ფეხბურთელები როცა ნუ ეხლა ძალიან ძნელია იმაზე ვილაპარაკოთ რომ ეხლა სამში უკვე ეგენი კაი ფორმაში იქნება, იმიტომ რომ უმეტესობა ფეხბურთელები, იმიტომ რომ ეხლა იწყებენ ჩემპიონატს მარტში, მაგრამ ნუ არიან კიდევ ფეხბურთელები რომლებიც ევროპის სხვა ქვეყნებში თამაშობენ, რომლებიც უკვე მზად არიან თამაშობენ თამაშებს, ესე რომ ჩვენ ყველას გადავხედავთ, ყველას შევხედავთ და ნუ როგორ ჩანს ბევრი ახალი და მიწყებული სახე იქნება, ხო? გამოვიძახებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც იქნებიან მზად ამ თამაშებისთვის რა. არ აქვს მნიშვნელობა, ეგ იქნება უცხოეთში მოთამაშე თუ საქართველოში მოთამაშე, იმიტომ რომ ბევრი ითქვა რა. საქართველოში მოთამაშეზე არ მიცემს უფლებას, არ მიცემს იმას შანსო რომ ითამაშო. მე ამაზე არ ვილაპარაკებ, იცი რა არის? საიდან გამოვიძახებ უცხოეთიდან და საქართველოს გამოვიძახებ იმას, ვინც არის მზად და ვინც დაეხმარება საქართველოს ნაკრებს. ეგ მოყვა თემურ იმას რომ ლეგიონერებს უნდა გუწფელად თავს მოყვა რა, გუწფელ ყველა მიცის ეგ რაც თქვენ ბძანეთ რა, რომ ლეგიონერებს უნდა დავეყნოთ ჩვენ ნაკრებში. ამას მოყვა მე რომ აი თქვა კეცბაიამ რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს არათა ასეთი რამ არ თქულა აქაც იყო სტუდიაში ამაზე საუბარი ჩვენ ყველანი ვიყავით მოსტრეამ ყველაფერს და რა თქმა უნდა დავეყნოთ შეიძლება სხვანაირად გაიგეს და გასაგებად ვიტყვი ერთხელ და სამუდამოდ რომ გამოვიძაღებ იმ ფეხბურთელს რომელიც იქნება მზად დაეხმაროს საქართველოს ნაკრებს იმ თამაშზე რა ვისაც მე ჩავთვლი ახლა ეს იქნება საქართველოს პირველი მოთამაშე. წინა გადაცემაში ძალიან ბევრი ვიკამათეთ ბატონი ოთარ გაბელია ყავდა სტუმრად და მეკარესთან დაკავშირებით რა. მე მაინტერესებს აი მეკარესთან დაკავშირებით თვითონ ჩვენ
უფრო ვართულებ სიტუაციას, ვიდრე ვეხმარებით ამ სიტუაციას. რა, ნუ უკვე იცი რა არის, დავიღალ მე კი არა, თვითონ ის ბიჭები, ალბათ ის მეკარები უკვე დაიღალნენ ამ კრიტიკიდან. თითქოს და იქ გავქონდა 10 გოლი და უშვებდით 15-ს რა. ეგრეც ხო არ არის რა, ყველაფერს გინდა რომ დავუბრალოთ ყველაფერი და მეკარეს რა. ეს თვითონ ფსიქოლოგიურად უკვე ცუდ მდგომარეობაში ვაყენეთ იმ მეკარეებსაც რა. მივცეთ იმ ბიჭებსაც იმის საშუალება რომ მართლა გამოავლინონ თავიანთ ის აბა ერთი რომ გამოვლენ და უკვე სვენასო დაუწყებენ. შენ თამაში არ დაწყებულა ხო? ნუ რაიმით უნდა გამოვიდეს და რაიმით უნდა ითამაშოს. სულ ამაზე არ ლაპარაკი რა. კი ეხლა არის რაღაც პრობლემა, მაგრამ ვეცდებით რომ ეს თვითონ ის ბიჭები ცდილობენ. მე ეხლა წასული ვიყავ იქ თამაშები ვნახე და მე სიმართლე გითხრათ უკვე ვისი თამაში ნახეთ თუ საიდუმლო არ არის, ანუ მეკარები მე მაინტერესებს დაახლოებით ვინ არიან შენს ძველები, ახლებზე მაინტერესებს. ანჟის თამაში ნახეთ? ანჟის თამაში ვნახე. ვინ დგას ანჟის კარებში? ნუ რევიშვილი. რევიშვილი. კარგად ეგეც ემზადება ეხლა რაღაცა, ნუ ერთხელაც ამოდამ ჩვენ უნდა გავავკვიროთ ეს სიტუაცია რა. ამ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელების პრობლემა ამ პასპორტთან დაკავშირებით. მე დღეს რეზეს ველაპარაკებოდი და უთხარი რეზი მეთქი. გამოგვიზავნო რა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ. აი რა ის არის რა, იმიტომ რომ ითქვა რომ აი ეს ფეხბურთელები რომლებსაც რუსული პასპორტი აქვს, ხო? რო ითამაშოს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ისინი ჩაითვლებიან როგორც უცხოელები რა. და ეხლა მე იცი რა არის, არ მინდა ეხლა ფეხბურთელი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო, იცი რა, იმიტომ რომ უთხრა მაგას, ნუ ეხლა ჩამოდი ითამაშ და იქ რაღაცა პრობლემები შეეძლო. უცხოელი, იმიტომ რომ ბევრს აქვს კონტრაქტი, როგორც რუსეთის მოქალაქეს, გაიგე? შეიძლება ამით მაგასაც რაღაცა. პლუს კიდო ეხცი რა არის ეხლა. მე შეიძლება ეს რაღაცა მთხოვ, ან კიდევ თვითონ რაღაცა გააკეთოთ, მაგრამ ეს ის ხო არ არის. შეიძლება დღეს კაი ფორმაში ხარ, დღეს თამაშობ, მაგრამ შეიძლება ხვალეზე აღარ ითამაშო, არ გამოგიზა ხო? ეს ის გამოდის, რომ აქითაც იკარგები და იქითაც იკარგები, გაიგე? ამიტომ თვითონ ეს ფეხბურთელების გადასაწყვეტია, გაიგე? და ამიტომ თვითონ უნდა იმას აქნა რა. ანუ ბატონო, თუ შეგედა ახსნათ ეს მექანიზმი რა, ხო და აი ველაპარაკე რეზიმ ახლა დაუკავშირდება რუსეთის ფედერაციას. ხო და იქიდან გამოგიზავნიან კონკრეტული რომ იცოდეთ როგორ უნდა იმოქმედო რა. თვითონ იმ ბიჭებმაც არიციან რა. ეხლა იმათაც ველაპარაკებთ, ისინიც ესე არიან. კანონი არის გასაგები. კანონი რო გვექნება და რო გვეცოდინება რომ არ არის ეგ კანონი მიღებული, იმიტომ რომ ბევრმა თქვა რომ ეს არ მოუღიათ ჯერ რომ ეს 5 წელი თუ გადადესო რა. ზოგი იძახეს რომ კი ეს მიიღესო. ეს გვინდა რომ გავიგოთ. არის ბოდიში გადადოს რუსეთმა თუ FIFA UEFA-მ ეს თვითონ რუსეთი რუსეთში და კანონზეა რუსეთში და კანონზეა ლაპარაკი. ხო, მაგრამ ეხლა ესე ადვილად თვითონ როგორც აწყობთ ისეთ კანონი რომ მიიღონ, ამას ხო შეიძლება მოყვეს პრობლემები. თვითონ თავის ქვეყანაში რასაც უნდა იმას კანონი და იმას. არა, ეგ თავისთავად, მაგრამ აი ფეხბურთელებთან დაკავშირებით არის თვითონ ეგ დეტალები, ალბათ საინტერესო პირველ რიგში ჩვენთვის. ხო. აი მაგალითი შემიძლია გითხრა, არ მინდა გუნდი ვთქვა და რაღაც ახლა იყო ბავშვი რომელიც ინტერესი ჰქონდა ნაკრებს, ჩვენ გავაგზავნით რუსეთში იმ ბავშვის მოწვევა, რუსეთმა გამოგვიგზავნა რომ ეს ბავშვი არის დაბადებული რუსეთში, აქ რუსეთის მოქალაქეობა, არის ჩვენი ფეხბურთელი და შანსი არ აქვს. ეს წერილი არის ოფიციალური რუსეთის ფედერაციის და სამ დღეში მამამისი გამოდის და ამბობს რომ მეო ფეხებზე მკიდეო რუსეთის ფედერაცია, მე მინდაო ჩემმა ბავშვმა რომ ითამაშოსო საქართველოში. და მე ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, ხო? მაგას უკვე ვერავინ არ ხო? ამას ვერავინ არ გადაწყვეტა. თან შესაბამისად ამ ბავშვს მოუმატეს იმ წუთში ხელფასი, პირობები შეუქმნეს, იმიტომ რომ მეც შევესწარი. და იქ დარჩა ბოლო თუ წამოვა. იქ არის ხო? სულ დიდი აქვს ამოსვლის, უნდათ რომ ეროვნულ ნაკრები თავის ასაკში ითამაშოს. იცი იმამ თავარია რომ არ მოხდეს მომენტი სპეკულაციის მომენტი არ მოხდეს, გაიგე? აი ეს მაგას ვერ გავექცევ. არ გამოიყენოს პოლიტიკური ხო ეს ვაჭრო სპორტი არის სპორტი, ამას პოლიტიკას უნდა დავანებოთ თავი და ის ფეხბურთელები რომელიც წასულიან ხო როგორც თემური თქვა ისე თვითონ გადაწყვიტონ რა უნდათ. მაგათ ხო შეუულია თქვა და არ მინდა ძმო მე მირჩევნია რომ ვიყო აქ და არ მინდა ვიყო ლეგიონერი. ჩვენ გადასაწყვეტი არ არის, ჩვენ ყველას თემურის აქ ყველა იმის საშუალება რომ ყველას დაელაპარაკოს, შეხვდეს, წავიდეს, ნახოს.
ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ იცი რა არის, ბევრი არის, მე ბევრს ველაპარაკე და მე ერთი ფეხბურთელი არ მინახია, რომელსაც არ უნდოდეს. რა ყველა მონდომებული არის. მე უფრო მეტად ის გამიხარდა და უფრო მეტად ეს მაინტერესებდა თვითონ ფეხბურთელი. ვინც კი საქართველოსდან წასული ფეხბურთელი უცხოეთში ну ახლა რუსეთია თუ უკრაინა თუ რაღაც ну სხვა ქვეყნებში ჩამოსული ვინც იქ იყო თურქეთში ყველას დაველაპარაკე ყველას შევხვდი საქართველოს პირველობის მოთამაშე გუნდებიც ვნახე თამაში იქ ამხანაგური თამაშები ну ყველა მონდომებულია და ყველას ძალიან უნდა და ყველა ანუ განწყობა გამოძახებას სამწუხარო ну ყველაზე ცუდ მდგომარეობაში სიმართლე გითხრა მე ვარ რა კი იმიტომ რომ ჩემი საქმე არის ძალიან ძნელი იმიტომ რომ ახლა კი შეიძლება ძალიან ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ბევრჯერ გამიგია რომ აი იქ თამაშობს მესმის იქ თამაშობს აქ თამაშობს მაგრამ 1000 ფეხბურთელი არის საქართველოსდან წასული ახლა ძალიან ძნელია რა რომ ძგინდოდეს ხო ამ 1000-ზე გამოძახო არ არის ფიზიკურად ამას ვერ იმასისამ რა კაი ეგედა ამიტომ ძალიან ძნელია რა ეს ამ პირობებში მიახლოებული გამოსავალი უნდა არის რომ იცი რა არის ახლა ვარი რაღაც მე მაგ უკვე ჩემი იმაში რა აზროვნებაში რაღაც ის ფეხბურთელები რომლებიც მე გამომადგება საქართველოს ნაკრებს გამოადგება იმისათვის რომ ჩვენ შედეგს მივაღწიოთ რა და ახლა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თუ ვიღაცა გამოშა თანაც ახლა ვიღაცა რომ გამოჩდება ხო ეს უკვე ეგრევე გამოჩდება ეს არ არის რომ ინტერნეტის და ტელევიზიის და ჟურნალისტიკის საშუალებით ყველაფერი ჩანს გაიგე და ახლა ისე თუ ვიღაცა გამოჩდება რა თქმა უნდა ახლა ნაკრებში ყველასთვის მით უმეტეს რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებს არაერთი ამხანაგური თამაში ტურნე თუ ოფიციალური თამაში მოუწევს და ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება რომ გაისინჯოს ეს ბავშვები. მაგაზეც მინდა შეკითხოს. უფრო ჩემპიონატის წელია ძნელია ხო ნაკრებისთვის სპარინგ მაჩები. ძნელი გარა შეიძლება ადვილის გახდეს რა. იმიტომ რომ ახლა ხოჭი ყველა გუნდები ემზადებიან, ყველა ის არის, შეიძლება ახლა კენჭისას ელოდება ყველა და მე იქ გაირკვევა ყველაფერი რა. თუ არის იმის საშუალება რომ ჩვენც ახლა ფედერაცია აგე პრეზიდენტი აგერ არის და ალბათ ჩვენ რო იქ ჩავალთ დაველაპარაკები და თუ არის იმის საშუალება რომ ვითამაშოთ ამ ხანოვან თამაშებში ხო შეიძლება კენჭისას დღეებში მოგვარდეს ხო თქვა ეს იმ დღეებში დაიწერება მთლიანად გრაფიკი აი რამდენი თამაშს ფიქრობ თქვა თემურ ოფიციალური თამაშების დაწყებამდე აი რამდენი დაგაკმაყოფილებთ ვიცი რომ უპრეცედენტო რაოდენობაა ნაკრებების თამაშების დასახელებული 2010 წელს ეს არის 80 თამაში ეს არის ნუ რაღაც კოლოსალური ციფრი ყველა საკომარო მაინც დიდი ციფრია რა რამდენი ზეგინა გაყო არა ნუ რატომ არის დიდი ციფრი არ არის აი მე გეტყვი რა როგორ არის ხო აი ჩვენთან როგორც მე მიმაჩნია ხო აი იყო პრობლემა რაში იმაში რომ იკარგებოდა ასაკობრივი ხო ისა ფეხბურთელები ანუ იყო 17 19 ანუ ის არასდროს ერთიანი ეროვნული არა არ იყო 16 არ იყო 18 არ იყო 13 არ იყო 15 არ იყო 18 და არ იყო 20 ახლა არის ყველა ასაკი ანუ და ასაკი როგორ ჩვენ გავაკეთეთ როგორ ტრენერი ყველა ტრენერმა იცის არის პირველი თავის ასაკში პირველი ნაკრები და პლუს დუბლი ანუ პრიმასტერა ამ ნაკრების ანუ ორი ასაკი ერთ მწვრთნელს დაახლოებით ორი ასაკი და ესე რომ ეს კარგია არ დაიკარგება არ იკარგება რა ეს მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტია ამ შემთხვევაში ახლა აი წარმოედგინეთ იმ ახლა ის ასაკები რომელიც ხო იყო თქვა რომელიც იყო 17-იანი ახლა რო არის ელიტ რაუნდში და ისე მოხდა რომ ვერ გავიდა დევდარიანი ელიტ რაუნდში აი სად უნდა წავიდე სად უნდა წასულიყო ეს წელიწადი ხო დაიკარგებოდა ბავშვებს ახლა ეს ბავშვები ითამაშებენ თავის ელიტ რაუნდს მაისში გავლენ და ითამაშებენ იმ 8-ში იმაში მოიგებენ და დარჩებათ ნახევარი წელი იმ ნახევარ წელს ჩვენ კიდევ გავუკეთებთ ორ ტურნირს მაინც ახლა დევდარიანს უკვე დაგეგმილი აქვს ბელგია ორი თამაში პლუს გერმანია და პლუს ელიტ რაუნდი ხუთვეში ეს ცოტა არ არის ეს გეუბნებით 18 წლიანებზე 19 წლიანებს უკვე ვიცით რომ არის ტურნირი პორტუგალიაში ერთი მეორე იმაში ბულგარეთში ეს შავი ზღვის ხო და 21 წლიანი თურქეთში მიდიან წავიდნენ თურქეთში არიან ხო მემზადებიან პლუს ახლა 13-იანები რიგაში მიდიან მერე დაგეგმილია ავსტრია მერე დაგეგმილია ჰოლანდია ყველა ნაკრებს ექნება მინიმუმ 12 თამაში ეს არის ახლა როცა შენ 13 წლის ბავშვს დაუწყებ ხო 13 წლიდან და როცა მოვა 19 წლამდე ის მომზადებული იქნება
სისტემაზე იყო ზუსტად ლაპარაკი ნაკრების დონეზე შეიძლება ითქვას 100 თამაში იქნება. აი, წარმოგიდგენთ ნაკრები ახლა ყველა არის ისინი არიან ნაკრების ფეხბურთელებია ყველა. ეს უკვე ისტორია არის ამ ბავშვებისთვის. მოგეთქვით ერთ რაღაცას, ხო? ფეხბურთელია ჩემი ლაშხია. ზუგდიდიდან ის ბავშვი და ახლა ის ბორები რო იყო ზუგდიდში ველაპარაკებოდი იმ ბავშვებს და მე ვუთხარი ხო ახლა წახვალთ რიგაში და მე ჰოლანდიაში და ზის ეს ლაშხია და მე ჰოლანდიაში ვიყავი. შავშავი იყო და ხო უკვე ჰოლანდიაში უკვე იყო. ახლა გერმანია უნდა, ბელგია უნდა, პორტუგალია. აი ესეა უკვე თამამად არიან, უკვე იციან სად მიდიან, ვისთან მიდიან. ბავშვები ფსიქოლოგიურად არიან მომზადებული. აი დღეს დაურიგეთ მაგათ ახალი ფორმები რაღაცა და უკვე სიტყვით აი არის ეს აზიოტაჟი, აი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები იდგნენ ფედერაციაში და აი ხვალ მიდიან. ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანია. კი რაღაც წაუსწრეს კობიმრო დარეკა მაშინ და ჯინსებიც უყიდეთ რომ აღარ წავიდნენ საკილად მაშინ. კოპიაში მოხო თქვა? არა, ეხება ატრიბუტიკას და თვითონ ჩაცმა დახურავს, რამდენადაც ვიცი, ძალიან სერიოზულ დონეზეა უკვე შესული მოლაპარაკებები და მთლიანად ეკიპირება იქნება მაღალ დონეზე, რამდენადაც ვიცი. ახლა მე გეტყვით რომ თემურის თამაში 3-ში და 2 თამაში გვაქვს ახალგაზრდული და ის დღეს გავარკვიეთ რა გჭირდება როგორ გადმოვიტანოთ. მე ვიცი რომ იყო პრაქტიკა 2 ჩამოდანის გადმოტანით და დღეს დავიდასტურეს გერმანიაში რომ გჭირდება 12 მეტრიანი ფურა. 12 მეტრიანი კონტეინერი არის რომ გადმოვიტანოთ ის ტანსაცმელი რომელიც მოდის 3 რიცხვისთვის და რა ვიცი ხო იქნება გასა ეს რამე შეიძლება რომ თვითონ გამიჩე რა ჩვენი კარტელები ხო წამოვიდნენ კონტეინერი აღარ დაწინდა თვითონ გაწამოიღოს ესე მაგრამ იქიდან ისე მოდიან აქეთ გეხვეწებიან შეიძლება ერთი სუმკა წაიგეს აეროპორტში თავჯერ ყოფილა ის შემთხვევა რა აქეთ გეხვეწებიან ერთი სუმკა თუ მაგალ წაიღე რა ვიდრე რეკლამაზე გავალთ მე მინდა ბატონზეა ჩვენ დღეს დავანონსეთ ჩვენი სტუმრები და რაღაც კითხვებიც მოვიდა და დინამო თბილისთან დაკავშირებითაც არის შეკითხვა რა სახის განცხადება შემოვიდა თქვა ბატონმა რომან შოთაძემ შემოიტანა თუ არ ვწდები თქვენგან რას ითხოვენ თქვა თუ იცით რომ ითხოვენ კლუბის დაბრუნებას და თქვენგან რას ითხოვენ და თქვენ რა პასუხი გაეცით და რა მდგომარეობა ხო არ დამესვა შეკითხვა რო არ დამესვა შეკითხვა არ შეიძლება კი ბატონო მე შემიძლია გითხრათ კი წერილი შემოვიდა მე ეს წერილი გადავეცი ახლანდელ დინამო თბილისის იმას ვთხოვე რომ ეგეთი შემოსულია წერილი გთხოვ დაადასტუროთ აი თქვენი პოზიცია და რა რის საფუძველზე ხართ იქ დინამო გადმომიგზავნა ჩვენ ახლა გადაუგზავნეთ იმ ხარეს რომელმაც შემოიტანა მაგათი პოზიცია მე ვთავაზობ მაგას ამის გარკვევა ფედერაციას არ შეუძლია ეს უნდა თქვენგან რას ითხოვენ ბატონზეა რა შემთხვევაში დახმარებას ითხოვს თქვა მე ჟორდანია და რომან შოთაძე თუ უბრალოდ განხილვის საგანონო გახდეს ანუ რომ თუ მართალმტყვანი ხო მართალმტყვანი რომ აღიარდეს და იყოს ახლა ჩვენი გადასაწყვეტი არა ფედერაციის ხო არა იურიდიულად ვინ უნდა გადაწყვეტოს სასამართლო არსებობს ფედერაციაში რაღაცა კომიტეტი ვინც უნდა არა ეგეთ ესეთ პოზიციებს ფედერაცია ვერასდროს ვერ გადაწყვეტს ანუ სასამართლოზე გადასაწყვეტს ეს ხო უნდა გადასცეს სასამართლოს მე ჩემი მხრიდან ორივეს შევთავაზე ორივე მხარეს რომ დაჯდნენ და დაილაპარაკონ იმიტომ რომ საქართველოს უკვე ყველამდე აქვს ამოსული ეს ფეხბურთის ირგვლივ სულ ეს რაღაც კონფლიქტები და მაიმუნობები და რაღაც დაჯდნენ დაილაპარაკონ თუ მე მზათა ვარ შევუწყო ხელი იმისთვის რომ ყოველ შემთხვევაში გვერდს ვერ აუვლით ეხლა დინამო თბილისს როცა ეხება ეს ფედერაცია გვერდს ვერ აუვლით ახლა დინამო თბილისი არის ბრენდი საქართველოს ნომერ 1 ბრენდია და ახლა ამაზე ამ ბრენდი ეხლა ორი ბრენდი ყავს ესე იგი თბილისის დინამო და დინამო თბილისი ესე გამოდის რა იმიტომ რომ ესე მოხდა თურმე ხარ ვიცი რამდენად იცის მაყურებელმა არის ტორპედო ქუთაისი და ქუთაისის ტორპედო რო იცოდეთ კი არის და ბევრი ეგრეა დინამო ეხლა არის ეხლა არა ნუ აჩი ეხლა ეს არა ეხლა არა იყო ერთი პერიოდი ეს სიტუაცია რო გაარკვევ იქ არის ძალიან ბევრი პრეტენზიები იქ არის პრეტენზიები დაწერილი აქვს იმ ხალხს რომ ეს არაკანონიერად იყო რაღაც წამოღებული 2001 წელს ეხება თუ არა დიახ 2001 წელს და ახლა კანონიერებას და არაკანონიერებას ეს უნდა ჩამოყალიბდეს ცოტა სხვა ორგანო და ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ორივე მხარეს პირდაპირ ეთერში მომძანდნენ არგუმენტირებულად თუ ეკრებათ ამის სურვილი, რა ვიცი, რატომაც არა. რატომაც არა, კი ბატონო, ახლა მაგრამ
მე მგონია რომ ეს ხალხი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, დაილაპარაკონ და გაარკვიონ. მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ შეხვდნენ დაილაპარაკონ რა იმათაც უნდა არა იურიდიული დავა იქნება იურიდიული დავა მან ერთი ვარიანტი ეგ არის რომ სასამართლო იმას გამოიტანს განაჩენს ვის ეკუთვნის და ვის არა გუნდს თემურ ხო იცი ორი კაცი როცა არის ორივეს თავის სიმართლე აქვს იმას თავის სიმართლე აქვს ამას თავის სიმართლე просто ყველამ თავის სიმართლე უნდა დაამტკიცოს საბუთია სიმართლე ერთია ბატონზია საბოლოო ჯამში და უნდა დამტკიცდეს ეს სიმართლე არა დღევანდელი აი ეს ბოლოს სიმართლეს უკვე სხვა ადგენს. ბატონზია, თქვენ ეს საბუთი გადაეცით კლუბის ხელმძღვანელობას. ამ შემთხვევაში იქიდან მოგივიდათ რეაგირებთ. ხო, დიახ. ხო, მაგრამ ეს ხელმძღვანელები არიან და არა მფლობელები, ხო? რამდენადაც დღეს თბილისში ხელმძღვანელი არსებობს, მაგრამ მფლობელი რამდენადაც ცნობილია თბილისში არ არის, ხო? კლუბის მფლობელი. არ ვიცი, ხო, იმდენი არ ვიცი, მე საბუთებ ყველა რაც გადმომცეს, ახლა ეს საბუთები გამზადებულია და მე უკვე ვაგზავნე იმ საბუთებს. იმ ხალხს რომ აი ეს პოზიცია აქვს გთხოვ თქვენს თქვენ რაღაც შუამავლის როლს მოხდით რა მოხდით არაფერია ჩვენ დრო გვაქვს ამდენი ფედერაციაში დროს ჩვენ ქუთაისის ტორპედოს ვახსენეთ წეგან საუბარში და რეკლამის შემდეგ ნახავთ სიუჟეტს ჩვენი განმგებლობის ჯგუფი იმყოფებოდა ქუთაისში სადაც შეხვდა ბატონ ზვიადი როგორც უკვე გითხარით ნუ ნახოთ ჯერ რეკლამაზე გავიდეთ და შემდეგ უკვე დავბრუნდებით სტუდიაში და ქუთაისის ტორპედოს შესახებ ვისაუბრეთ ბრუნდებით კლავ პირდაპირ ეთერში ისე თემის შესახებ საუბრობდით რა თემურ გისმენთ ვარიანტში ნუ ისე არის გადით რა დინამოს ბაზაზე რა და დაანახეთ იქ რა სიტუაცია არის ბაზის ირგვლივ რა თქვენ არ მიშოხ არ როგორ არ ვიცი რა სიტუაცია ხო და მე თუ რამე და უნდა ანახოთ და თუ ვაფშე საერთოდ ფეხბურთი გვაინტერესებს ის უნდა დაანახოთ იქ რა ხდება ვაჩვენეთ მანქანა კი რა კაცი ვერ შევა ვერ გაივლის იმას აზრობა რა ხუთებით ზიან ხალხი კიდის რაღაცებს გარშემო ბაზის სახალხო მანდარინები იყო მარტო მანდარინია შეგარგაცო მანდარინის თურქელას და რა ვიცი ხილი თურქი რამის ყიდვა გინდა ყველაფერი იქ არის რა გახსნილი არის ბაზრობა ნუ ვერ გაივლი რა ვიცით რომ ესეთ მდგომარეობა ჩვენ ხალხმა კიდე ხო უნდა იმუშაოს. გუ გასაგები ანუ იმუშაონ გასაგები მაგრამ ის არის გვერდზე ხონდა შეიძლება ის 100 მეტრა არის იქიდან მე იქიდან ეთი მთელი სტადიონის აი გაყოლება იქით მაინც კი ბატონო ეხლა წარმოიდგინე შენ თბილისის დინამო აქ რო ჩამოვა უცხოეთიდან გუნდი და მოითხოვს იცი რა არის ეთი ვარჯიში და მანდრო მიიყვა ხო ეს მარტო თბილისის დინამოს სირცხვილი კი არა ეს საქართველოს სირცხვილია ეხლა მარტო ის ხო არ არის იგი წავლენ ეგენი და იტყვიან რომ სტადიონზე წლები გვაქვს ავეჯი განსაკუთრებულად ხდება დინამოს წავკარგი რა თქმა უნდა ბასაზე ეს დაასახა კარგი თუ ეს ამ თემაზე უკვე მომდენო კვირაში ნახავთ რა ვიცი როგორ წავა ეს ყველაფერი და ეხლა მე მინდა ჩვენ ნახოთ რეპორტაჟი რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა ქუთაისში ქუთაისის ტორპედო უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძვის და როგორც გაირკვა ჩვენი რეპორტაჟის შემდეგ სასიკეთო ძროები არის და ოპტიმისტურად არის კლუბის ხელმძღვანელობა განწყობილი. სტადიონი ასეთ მდგომარეობაში აღარ იქნება. ქალაქის მერიამ ქუთაისის სტადიონის რეკონსტრუქციისთვის უკვე გამოყო 2 მილიონი ლარი. დანარჩენ თანხებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ფეხბურთის ფედერაცია გაიღებს. გია თევდორაძე დარწმუნებულია, რომ 10 თვეში ქუთაის თანამედროვე UEFA სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება. სექტორი იქნება თავიდან ბოლომდე განახლებული. ეს ის რა ქვია, ტრიბუნები იქნება თავიდან ბოლომდე განახლებული და 22000 სკამი დავა 15000 სკამზე ამ წუთში სკამის შორის დაშორება არის 75 სანტიმეტრს არანაირად არ აკმაყოფილებს UEFA სტანდარტს და მეტრი და 5 სანტიმეტრი იქნება ანუ 105 სანტიმეტრი იქნება დაშორება ამ სკამის შორის ეს ბუნებრივია იწვევს როგორც უფრო კომფორტულ დაჟდომას ასევე ამ რიცხობრიობის შემცირებას მთელ შენობას მოუწესრიგდება როგორც კონსტრუქცია სახურავი და შიგნით გარემონტება გაკეთება შესაბამის დონეზე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოწესრიგებული იქნება სველი წერტილი როგორც ფეხბურთელებისთვის ესევე თვითონ მაყურებლებისთვის მოწესრიგებული იქნება საჭთა ოთახი, მოწესრიგებული იქნება დოპინგ ტესტის ოთახი და მოწესრიგებული იქნება გასახდელები. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რეგულარულად ესწრება სტადიონის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ თათბირებს და კორექტივებით შეაქვს. მთლიანად კაპიტალური რემონტი მთლიანად სტადიონის
ანუ არაფერს არ გამოვტოვებთ. მეორე ეს არის განათება და ეს ტაბლო და მესამე ლოტი არის ეს აი სტადიონის ირგვლივ მოწყობა. ტორპედო 2008 მერიის ბალანსია. UEFA-ს კანონმდებლობით კლუბები მუნიციპალურ ბალანსზე არ უნდა იმყოფებოდნენ. მერი აცხადებს, რომ უკვე დაწყებულია კერძო მესაკუთრეების ძებნაც, რომლებიც კლუბში გრძელვადიან და ქმედით პროგრამას განახორციელებენ. ჩვენ მზადა ვართ იმისთვის, რომ ნორმალურ პატრონს ჩავაბაროთ ჩვენი გუნდი, იმიტომ რომ ქუთაისის ტორპედო ეს არ არის მარტო ფეხბურთის გუნდი, ქალაქისთვის, ქუთაისთვის ეს არის ღირსების, პატივის და რა ვიცი, ყველაფერი ამის საკითხი. ტორპედო 2008 პირველი წრის შემდეგ გათამაშების ცხრილის პირველ ადგილზეა. ქუთაისელებს 34 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის დინამოს მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ. თუმცა მესამე ადგილზე დამკვიდრებულ ფოთის კოლხეთთან სხვაობა 5 ქულაა. ტორპედოელებს მეტოქეებზე მნიშვნელოვნად მეტი 42 გოლი აქვთ გატანილი. თუმცა გუნდი ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი ჩოთა ჯიქიათი თამაშობს. ძირითადი ბირთვი მან შევინარჩუნეთ. ახალი გამოცდილი ბიჭები დავიმატეთ და მგონი გაართმევენ თავს. შედეგი უნდა იყოს უკეთესი. ძირითადად თამაშობთ ჩვენ ერთი თავდასხმელით, არა. შეტევაში უკვე უმრავლესობაში მაინც ინსაიდები და მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვერ გამოვხართ ახლა. დავიწყეთ მზადება ერთი კვირა უკვე, რაც მზადება დავიწყეთ და ბიჭები დადებითად ვართ განწყობილი ყველანაირად, ვემზადებით მეორე წლისთვის. და რაფერაც პირველ წელში ჩავამთავრეთ. თამაშეთ კარგად, ისევე გავაგრძელებთ მეორე წელში და დამთავრდება პირველ ადგილზე დავამთავრეთ. კლუბის ზვია ჩხეტიანმა, გიორგი მემარნიშვილმა, შალვა ღონღაძემ, გიორგი თურმანიძემ და გია იმედაძემ დატოვეს. თუმცა ქუთაისელებმა შევსებად სოლიდური მიიღეს. გივი ქარკუზაშვილი ცხინვალის სპარტაკიდან, სამტრედიდან ლაშა ვაშაკიძე, მცველი ბეცი ხაჭიპერიძე, სომხეთიდან დაბრუნდა ხანიშვილი, გუნდს დაუბრუნდა ასევე ჩხარტიშვილი. კლუბში დარწმუნებული არიან, რომ ტორპედო უმაღლეს ლიგას ღირსეულად დაუბრუნდება. პირველი წელი დავამთავრეთ ღირსეულად, პირველ ადგილზე ვართ პირველი ლიგის გუნდებს შორის და ანალოგიურად ვაპირებთ, რომ არ შევარცხენთ ჩვენს გულშემატკივრებს და მე მგონია ქუთაისის გარდა საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ყავს ქუთაისის ტორპედოს და ელოდება მის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას. მეორე წლისთვის გუნდი ქუთაისში მოემზადება ფეხბურთელების საღორია საწვრთნელ ბაზაზე, ჯერ მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშებს გადიან. რა თქმა უნდა, შეიმჩნევა გამოცდილება იმ მხრივ, რომ ჯერ რა თქმა უნდა პირველ ადგილზე ვართ. პირველი წელი პირველ ადგილზე დავასრულეთ და გარდა იმისა, შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად გაიმჯობეს და უშემატკივრების დასწრება სტადიონზე და ვფიქრობ ასე გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენს გავახარეთ ქუთაისის უშემატკივრებს. თავარია მომზადება გუნდის ისე რომ უმრავლესობაში გადავიდეთ. აი სხვა რა ვიცი, ეხლა დასახული მიზანი ყოველთვის მცველი ფიქრობს რომ წინ წავიდეს და დიდ მიზნებს მიაღწიოს. ჩვენც უნდა უმრავლესობაში თუ გადავართ, თავისთავად უნდა გადავიდეთ თუ არ არის და იქაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ტორპედო მეორე წლის პირველ შეხვედრას 28 თებერვალს საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის გურიასთან გამართავს. აი კუთხური ჯაძა. მაშასე ქუთაისში დაიწყო ფეხბურთის საგონზე ერთი ამ თვაში რაც მეც კიდევ ერთხელ ამას ვაკვირდებით ხოლმე ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა ფორმები ზოგს ნიუ-იორკი ეწერა ზოგს იტალია ზოგს კაპა ბარსელონას ქუდი ჯერ რომ ტორპედო 2008 ესეც რაღაცა განსაკუთრებული ხო არა ნუ ჩემთვის 2000 ტორპედო ქუთაისი გამიგია ქუთაისის ტორპედოც გამიგია ტორპედო 2008 აი პირველად გავიგე რომ არა მე გეტყვი რა არის ჩეკ მანამდე ვინც იყო რაღაც დავალიანებები სახელზე იყო იურიდიული კუთხით პრობლემა და ასაგებია ხო და ეს იძულებული გახდა რომ ემატებინათ ეს 2008 ახალი შექმნილია კი საერთოდ ახალი შექმნილი ტორპედო ქუთაისი 2008 ნუ ამას ჩვენ ახლა ვარკვევთ რა როგორ არის ხო არა ანალოგიური პრობლემები არსებობს კიდე ქუთაისში ესე იგი როგორც ვთქვა აი დინამოს გაურკვევლობა ეხლა კიდე არ ვიცი ხა არის იმიტომ რომ წერილიც არის შემოსული აი ქუთაის იქაც არის მოდავე ორი მხარე ალბათ ხო შეიძლება ელემენტარულად დაარსების წელიც დაერქმიათ 2008 არის აუცილებელი თქვა რა რომელსაც დაარსდა ხო მაგაზე არ იქნებოდა არა თუდად 2008-ში დაარსდა ეს ქუთაისიო დაარსდა 2008 კარგი ბატონო 10 თვე იყო ნახსენები ქალაქის მერის მიერ ხო სტადიონზე თქვენ უფრო ადრე ვარაუდობთ ამ სტადიონის დასრულებას ხო როგორც ვიცი არ ვიცი რა ქუთაისთან ცუდად აქვს დაცდილი რა შეუსრულებლობა მერს ანუ მე ვიძახი რომ ეხლა სერიოზული თემაა რა მერი ალბათ განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა მოეკიდოს ეხლა ამ საქმეს რომ არა მარტო მერი კი არა ყველა აშინებ არა კი არ ვაშინებ რა შუაშია ვაშინებ არა მე გეტყვით ხო რომ ძალიან სერიოზული იმიტომ არის რომ აი როგორც იყო ხსენებული ტორპედო ქუთაისი ახლა არის პირველ ადგილზე
და ყველაფერი და გავაკეთეთ იმისთვის, რომ როგორც ვიცით, პირველ მეორე ადგილი გადის. ხო, გადმოდის უმაღლესში და სტადიონიც მოესწროს. ხო, რომ სტადიონიც მოესწროს, რომ იყოს ადგილი, სადაც დასავლეთში უნდა იყოს, ახლა ვიცით, რომ ყველაზე კაი დასავლეთში არის ზესტაფონში, რაც გააკეთეს ზესტაფონმა, უნდა გააკეთეს ქუთაისი და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ დღეს ახლა ამის წინ რომ ლაპარაკობდით, ამდენი ნაკრები, ხო, ლაპარაკი ნაკრებებზე რო არის. მეტი რა არის აბა პოპულარიზაცია ფეხბურთის. თუ ჩვენ ნაკრებები 17 წლის, 15-ის, 16-ის, 21-ის ჩავლენ ქუთაისში, ჩავლენ ბათუმში, ჩავლენ იქ ითამაშება. აბა რა? აი როგორ ზესტაფონში ითამაშეს. ზესტაფონში რო ითამაშეს თურქეთთან რო ითამაშა ახალგაზრდულმა, ეს იყო რატომზია თემურმა კითხათ, გაკეთდება და ღმერთმა ქნას რომ მერიამ და მერმა და არ ვიცი ყველა მართლაც თავის დროზე მოხდეს და ჩქარა გაკეთეს. თვითონ შენახვის პრობლემა არსებობს ძალიან დიდი მერე. როგორ მოხდება, ანუ ვინ იღებს იმის პასუხისგებლობას, ესეთ მაინდა-მაინც ძალიან ხაზგასმით კი არ მინდა ვთქვა, ვინ არის იმაზე პასუხისგებლები, რომ მერე მწყობში იყოს ეს გაკეთებული საქმე, რომ ძალიან ჩქარა არ გაფუშტეს. ანუ თვითონ კლუბის ხელმძღვანელობამ, მერიამ, მუნიციპალურმა სამსახურმა თუ ვინ უნდა შეინახოს ეს სტადიონი გაკეთების მერე გულისხმობ. ნუ ჯერჯერობით ეს ახლა არის მუნიციპალიტეტის არის. ანუ მერის არის. ჯო, მერის არის, ხო, მერის. მაგრამ როგორც მე მიმაჩნია, ჯერ არ ვიცი, ახლა მე შემიძლია მარტო ჩემი აზრი ვთქვა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს სტადიონი რო გაკეთდება და კლუბი რომელიც იქნება მეპატრონე, კლუბის მეპატრონე, მაგას უნდა გადავცეთ და მაგამ უნდა შეინარჩუნოს გუნდიც, ამუშაოს ინფრასტრუქტურა, ამუშაოს მთლიანად ეს ერთ-ერთი ბაზა, ანუ ყველაფერი აქ შედის ბაზაც თუ მარტო სტადიონი თქვა. ჯერ ახლა მიდის ლაპარაკი, აი რასაც ვაკეთებ და მე ხვალ უნდა წავსულიყავი რიგაში, მაგრამ არ მივდივარ და მივდივარ ქუთაისში, ისევლე და იმედია, რომ ერთ 4 დღეში უკვე დავიწყებ ქუთაისს. ეს ტემპი გვინდა რომ დავიწყოთ უკვე ქუთაისი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა, მართლა დარჩა წელიწადი და ამ წელიწადში უნდა მოესწროს ბათუმიც, ქუთაისიც რაღაც ბევრი უნდა გაკეთდეს. ანუ მეორე წრის თამაშებს ხელს არ შეუშლის ქუთაისში, ანუ სამუშაოებს, სარემონტო სამუშაოები ხელს არ შეუშლის. ჩვეულებრივ ქუთაისი ითამაშებს ისევ თავის სტადიონზე. გუნდები განაგრძობენ მზადებას მეორე წრისთვის 6-ში იწყება ხო სეზონი 2000 წლის და ნახოთ ეხლა ჩვენ რეპორტაჟი ვიჯორჯია როგორ ემზადება გუნდმა ვერ მოახერხა უცხოეთში შეკრებაზე წასვლა და ემზადება საქართველოში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ვიჯორჯია ზამთრის საწვრთნელ მოსამზადებელ ეტაპს მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლის ვისოლი ავაზას ბაზაზე გადის. ფეხბურთელები 3 იანვარს შეიკრიბნენ დღეში ორჯერად ვარჯიშებს გადიან და უკვე 3 ამხანაგური თამაშის ჩატარება მოასწრეს. იმის გამო რომ მოედნის საფარი დღესდღეობით არ არის სასურველ კონდიციებში, ურეგში გადავიფერეთ იქ წასვლა, გვერდჩევნია უფრო მეტი გადავიხადოთ და უკეთესად მოემზადოთ, ამიტომ თბილისში გავაგრძელებთ უკვე. ორჯერად ვარჯიშებს შეკრებაზე გადავართ. ფიზიკურადაც ვმზადებით, ასევე ბურთთან გვაქვს. დღეს მქონდა ერთჯერად ვარჯიში, ხვალ უკვე ორჯერადი და ასე შემდეგ. დილას უფრო ფიზიკური დატვირთვა ექნება, საღამოს კიდე ბურთთან. ვიჯორჯიამ გადახალისებული შემადგენლობით საკუთარი ძალები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან, ნორჩ დინამოელთან და აზერბაიჯანის სიმურგთან მოსინჯა და სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა. ყველა თამაში რაც ვითამაშეთ ეს სასარგებლო იყო გუნდისთვის, ახალი ფეხბურთელების ერთმანეთში შეთამაშებისთვის ეს სიმურგი ყველაზე ძლიერი გუნდი იყო და გამოჩნდა რომ შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. როგორც ახალი მთავარი მწვრთნელი გელა გომელაური აცხადებს, გუნდში სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა ძირითადი შემადგენლობის ორმა ფეხბურთელმა ირაკლი კლიმიაშვილმა და ლუკა რაზმაძემ ვიჯორჯია დატოვეს და სინჯებს საზღვარგარეთ გადიან. ნიკოლოზ მგელაძე კი, რომელიც 11 კაცში ვერ ხვდებოდა, მესამე წრიდან ცხინვალის სპარტაკის ღირსებას დაიცავს. რაზმაძე არის წასული. კლიმიაშვილი არის წასული. ახლა რამდენად დარჩებიან, არ დარჩებიან, მაგ ინფორმაციას არ ვფლობთ ჩვენ და ნახოთ გამოჩნდება თვის ბოლოსთვის, ყოველ შემთხვევაში გვეცოდინება უკვე.
ვიჯორჯია ძირითად გუნდში ახალი მოთამაშეებით შევსებას დუბლ შემადგენლობიდან აპირებს და ვარჯიშებზე მწვრთნელები ერთდროულად რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს აკვირდებიან. საქართველოს ჩემპიონს იანვრის ბოლოს რუსთავში კიდევ ორი საკონტროლო თამაში აქვს დაგეგმილი და სწორედ ამ მატჩების შემდეგ გახდება ცნობილი თუ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს ძირითადში. შევსებას როგორც წესი ადგილობრივი კადრები დამღებულად ხომ კერძოდ დუბლებიდან, რომლებიც ამჟამად ლიდერები არიან დუბლების გათამაშებაში. ვარებს ახლა არ დავასახელებ, ისედაც მეორე დაეწერა მაგის შესახებ. კაი ბიჭები არიან, კარგად შეერწყნენ ძირითად გუნდს და აი ამ საკონტროლო თამაშებას დავგანახეს, რომ ჩვენ სწორი კურსით მივდივართ. ვიჯორჯიას მიზანი მიმდინარე სეზონში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოპოვება გახავთ, თუმცა გელა გომელაური და მერაბ კოჭლაშვილი არც იმას გამორიცხავენ, რომ გუნდი ჩემპიონატში ოქროს მედლებისათვის იბრძოლებს. ჩემპიონატისთვის უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და არაფერი არ არის დაკარგული, მართალია დიდი სხვაობა არის, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ დარჩენილი მეორე მესამე წრე. წლევანდელი სეზონი გვინდა ასევე წარმატებით ჩავატაროთ, ვითამაშოთ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში, სადაც ასევე გამარჯვებას გეგმავთ და თავისთავად ჩვენ ვივჭით პირველი ადგილისთვის. მართალია ახალგაზრდა გუნდი გაყოლება, მაგრამ თვლი რომ ვიჯორჯია დღითიდღე უფრო გაუმჯობესებს თამაშის ხარისხს. საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრე 5 თებერვალს დაიწყება, მე-19 ტურში ვიჯორჯია 7 თებერვალს სამტრედიას უმასპინძლებს. ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ჩემპიონატის მეორე წრე, რა ვიცი. საინტერესო იქნება დინამო მოახერხებს თუ არა ჩემპიონობისთვის ბრძოლას, იმიტომ რომ გუნდს ამბიცია ეს არის სწორედ და შეგრებასაც გაივლიან ალბათ, თუმცა ძალიან ჩამორჩენილია ჯერჯერობით სათრუნდოს ხუში. რაც ეხება ვიჯორჯიას, ეს შეძლო მოქმედად ჩემპიონმა წასვლა უცხოეთში მოსამზადებლად. ხო, თემურ, ეს ალბათ უმრავლესმეტყველი ფაქტი არის, ხო? როცა ქვეყნის ჩემპიონი ვერ ახერხებს უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებას სეზონის. ალბათ ეხლა ვერ გამთვითონებს თქვენს რომ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხებს და ეხლა. და სტადიონზე ვისაუბრეთ, შეეძლოა ესეც არის პრობლემა, ვთქვათ, რომ კი, პრობლემა არის ჩვენთვის და ფედერაციისთვის, ვიჯორჯიისთვის რა პრობლემა ის არ არის გაკეთებული და აგერ თამაშობს შვენივრად ავაზაზე და როგორც მე ვიცი, დაგეგმილი აქვს თამაშები იმაში რუსთავში. ჯერ არ ვიცი ეს. მეორე წრიანი. ხო, ანუ მეორე შემთხვევაში გაარკვევს ალბათ უკვე პროფლიგა და ვნახავთ რა როგორ იქნება და ფული რა ვიცი ახლა ვიჯორჯია, დინამო, ზესტაფონი და რუსთავი ამათ არ უნდა ქონდეთ პრობლემა ფინანსური, იმიტომ რომ ყველამ ვიცით რომ UEFA-ს ფული დეკემბერში ყველა მიიღო. არ არის პატარა თანხებზე ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში დაამუშავებელია ამ ზამთრის შეკრების ნაყოფიერად გატარება მეორე წრისთვის. ალბათ ერთში ახლა შეიძლება ხო მაგაზე კი არ არის ახლა თურქეთში და რაღაცა შეიძლება ტრენერმა გადაწყვიტა რომ აქ ურჩევნია აქ იმიტომ რომ თურქეთში ახლა არის +25 ჩვენთან არის +5 და იქიდან ჩამოსული უნდა ეთამაშოს კლიმატ შეიძლება გაგიჭირდეს. მარტო კლიმატზე არ არის სპარინგ პარტნიორზე ლაპარაკი. თურქეთში მარტო იმიტომ არ დადიან რომ კაი ამბია, დადიან პლუს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის რა. რომ მიდიხარ შეკრებაზე, ხო, იქ არ არის რომ ირბინო და დღეში ორჯერ და დღეს აქაც შეგიძლია დღეში ორჯერ და დღეს სამჯერ ვარჯიშ, მაგრამ იქ სპარინგ პარტნიორები და იმდენი გუნდია რომ შეიძლება ყოველ დღე ითამაშა რა. და მაგას ყველაზე მნიშვნელოვანია. ქვეყნის სხვადასხვა სტილის გუნდებთან. ეგ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ვიჯორჯია შეიძლება ვიჯორჯიამ აქცენტი უფრო გააკეთა ქართულ კლუბებზე და ქართულ სტილზე ახლა. ჩვენ კი არ ვიცით ახლა რა ქონდა ჩაფიქრე. მამას მეორე წრე ალბათ გვანახებს რამდენად კარგად მოემზადა გუნდები. არის თამათ ბოლოსკენ გავიდეთ. ეთი სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა საღამოს პარაგვაის ეროვნული ნაკრების თავდაცველი სალვადორ კაბანიესი თავში ესროლეს, ტყვია, ქუჩაში მიდიოდა, მოხდა საავადმყოფოში, არის კომაში, ძალიან ძიმე მდგომარეობაში იმყოფება. და კლუბ ამერიკაში გამოდის და მიჩელ ბაუერმა, კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტყვია ამოუღეს თავი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ესეც საშინელი ფაქტი მოხდა.
ეს უბრალოდ ისე ინფორმაციისთვის, თუმცა რაც თავარია იგი გადარჩა, გაარკვევენ უკვე რა ხდებოდა და 2010 წლის ოფლიო ჩემპიონატზე სავარაუდოდ ითამაშებს, ესეთი არის ექიმების ვერდიქტი, რომ ადამიანი გადარჩა, რაც ყველაზე მთავარია. და ჩვენ გადაცემის ბოლოს უცხოეთის მიმოხილვა კვირის იტალიის, ესპანეთის და გერმანიის ჩემპიონატების მოკლე მიმოხილვა ვნახოთ და შემდეგ დაბრუნდეთ სტუდიაში. ორი მატჩის ჯამში 6 გატანილი გოლი და არც ერთი მიღებული. ინტერმა მიმდინარე სეზონში მილანი პრაქტიკულად ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა. პირველი მადონინა მოურინიოს გუნდმა 4-0 მოიგო. 21 ტურში კი სან-სიროზე შეკრებილმა გულშემატკივარმა დაუვიწყარი სანახაობა იხილა. იგით 272 მადონინა მილანის აქტიურობით დაიწყო. ინტერმა კი თამაში კონტრშეტევებზე ააწყო. მეათე წუთზე პანდევი მილიტოს კომბინაციის შედეგად ნომინალურმა მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. 27 წუთზე ინტერი მოედანზე 10 ფეხბურთელი დარჩა. მთავარმა არბიტრმა მოედნიდან უესლი სნაიდერი გააძევა. ჰოლანდიელმა წითელი იმისათვის მიიღო, რომ ლუსიოსთვის მიცემული ყვითელი ბარათი მსაჯისთვის დამამცირებელი ჟესტით გააპროტესტა. დარჩენილ დროში მილანის ფეხბურთელებს რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა ინტერის მეკარე ჟულიო სეზარი შესანიშნავად თამაშობდა. 65 წუთზე კი ნელსონ დიდას კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. გორან პანდევმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა 2-0. 99 წუთზე მთავარმა არბიტრმა ინტერის კიდევ ერთი ფეხბურთელი გააძევა. ლუსიომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. პენალტი რონალდინიომ შეასრულა. გაუჩოს დარტყმა ჯულიო სეზარმა მოიგერია. საბოლოოდ ინტერმა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. საფეხბურთო საღამო კი მილანის გულშემატკივრის ტრაგიკული სიკვდილით დასრულდა. 21 ტურის შემდეგ სერიას 49 ქულით ინტერი ლიდერობს. მოურინიოს გუნდს ზუსტად 9 ქულით მილანი ჩამორჩება, თუმცა მილანს ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული. მესამე ადგილზე 38 ქულით რომა იმყოფება. კლაუდიო რანიერის გუნდი ბოლო 11 თამაშიან მოედანს დაუმარცხებელი ტოვებს. მეოთხე ადგილზე მყოფ ნაპოლის 37 ქულა აქვს. ვალტერ მაცარის ფეხბურთელებს 14 თამაში არ წაუგიათ. მეხუთე ადგილზე 34 ქულით სიცილიური პალერმოა. პირველი წრე დასრულდა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. 15 მოგება, 4 ფრე და არც ერთი წაგება. კატალონიის ბარსელონა ლა ლიგაში საუკეთესოა. გვარდიოლას გუნდმა ამჯერად ესტადიო ნუევო ხოსე სორილიაზე ვალიადოლიდი გაანადგურა. ანგარიში 21 წუთზე ხავი ერნანდესმა გახსნა. ზუსტად 1 წუთში დანი ალვეშმა სავარაუდოდ მე-19 ტურის საუკეთესო გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ბარსას რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის გაზრდა. 65 წუთზე ლიონელ მესიმ სტუმართა უპირატესობა 3-მდე გაზარდა. თავისი შეხვედრა მოიგო რეალ მადრიდმა. სამეფო კლუბმა კრისტიანო რონალდოს 2 გოლით შეძლო მალაგას დამარცხება. 36 წუთზე ბენზემა კაკა რონალდოს კომბინაცია პორტუგალიელი ზუსტი დარტყმით დასრულდა. 39 წუთზე რონალდომ მეორე დაიღო სტუმართა კარი 2-0. 70 წუთზე კი პორტუგალიელი მოედნიდან გააძევეს. მე-19 ტურის შემდეგ ლა ლიგას 49 ქულით ბარსელონა ლიდერობს. რეალ მადრიდს 44 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მესამე მეოთხე ადგილებს კი 39 და 34 ქულით შესაბამისად ვალენსია და მალიორკა ინაწილებენ. მეხუთე ადგილზე 34 ქულით ლა კორუნიის დეპორტივო იმყოფება. ბუნდესლიგის საუკეთესო გუნდმა მიუნხენის ბაიერნმა რიგით მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ვანგალის გუნდმა ამჯერად ბრემენში ადგილობრივი ვერდერი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მეათე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში აარონ ხუნტის ზუსტი დარტყმით გახსნეს. 25 წუთზე ბაიერნმა მიულერის შესანიშნავი თამაშის შედეგად გაათანაბრა. 35 წუთზე კი ივიცა ოლიჩმა სტუმრები დააწინაურა. ვერდერის თავდამსხმელმა უგო ალმეიდამ 75 წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა 2-2. 78 წუთზე არიენ რობენი საჯარიმო დარტყმის შედეგად ბაიერნმა გამარჯვება მოიპოვა. მე-19 ტურის შემდეგ ბუნდესლიგას ლევერკუზენი 41 ქულით ლიდერობს. ბავარია 39 ქულით მეორე პოზიციაზეა. მესამე ადგილზე გელზენკინხენის შალკე იმყოფება. შალკეს მე-19 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს. მეოთხე მეხუთე ადგილებს კი დორტმუნდის ბორუსია და ჰამბურგი ინაწილებენ. აშასე, ეს იყო ჩვენი ბოლო სიუჟეტი, ასე ვთქვათ, დღევანდელ საფეხბურთო ღამეს. მე მინდა დავამშვიდობო ჩვენს სტუმრებს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ბატონ ზვიად ჭინოვა, გეფრთხილავთ, თემურ კეცბაგი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები, არჩევ ბატაშენკი, მომავალ შაბათამდე დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ნახვამდის წარმატებებს გისურვებთ.